სწორედ ახლა ან წამში, როცა ამ სიტყვებს უსმენთ, თქვენი ტვინი ქმნის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ილუზიას სამყაროში. არა, ეს არ არის ილუზია სივრცის შესახებ, არც ფერების ან ხმების შესახებ. ეს არის ილუზია იმის შესახებ, რასაც ჩვენ უწოდებთ ახლა. ან წამს, რომელიც როგორც გონიათ გადის და იქცევა წარსულად. ალბერტ აინშტაინმა ფიზიკის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა გონებამ თავისი მეგობრის მიშელ ბესოს ოჯახს სამძიმრო წერილში ჩაწერა. ჩვენთვის, რომლებიც გვჯერა ფიზიკის წარსულსა და მომავალს შორის განსხვავება მხოლოდ ილუზია, თუმცა ძალიან მტკიცე ილუზია. 1945 წელს, სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე, ადამიანმა, რომელმაც შეცვალა ჩვენი გაგება სივრცისა და დროის შესახებ, გითხრა, რომ დრო, როგორც ჩვენ გრძნობთ მას, არ არსებობს. და ახლა 2026 წლის იანვარში ფიზიკოსთა ჯგუფმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ადასტურებს, აინშტაინი მართალი იყო. დრო არ არის ფუნდამენტური. დრო არის ილუზია. წარმოიდგინეთ, რომ გეუბნებიან, ყველაფერი, რაც ოდესმე მოხდა და ყველაფერი, რაც ოდესმე მოხდება, არსებობს ეხლა. არა როგორც მეხსიერება ან პროგნოზი, არამედ როგორც რეალობა, ისეთივე რეალური, როგორც ეს წამი. თქვენი დაბადება 2009 წელს არსებობს. თქვენი სიკვდილი 2090 წელს არსებობს. ყველა ეს მომენტი არსებობს ერთდროულად, როგორც წიგნის გვერდები, რომლებიც ყველა არსებობს, მიუხედავად იმისა, რომელ გვერდს კითხულობთ. ეს არ არის ფილოსოფიური მეტაფორა. ეს არის დასკვნა, რომელსაც ფიზიკა აღწევს ექსპერიმენტების საფუძველზე. კარლო როველი, იტალიელი თეორიული ფიზიკოსი, მარსელის უნივერსიტეტიდან 10 წლეულების განმავლობაში სწავლობს დროის ბუნებას. მისი წიგნი დროის წესრიგი, რომელიც გამოქვეყნდა 2018 წელს, ხსნის. ის, რასაც ჩვენ უწოდებთ დროს, არის თერმოდინამიკური ფენომენი. დრო არ არის ფუნდამენტური თვისება სამყაროსი. დრო არის ემერგენტული თვისება, რომელიც წარმოიქმნება ენტროპიიდან. 2026 წლის იანვარში ფიზიკოსთა ჯგუფმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა პროფესორი ვოლფგანგ კეტერლე, ნობელის პრემიის ლაურეატი. ჩაატარა ექსპერიმენტი კვანტურად გადაჯაჭვულ ნაწილაკებთან. მათ შექმნეს სისტემა, სადაც 2 ფოტონი იყო გადაჯაჭვული. როდესაც ისინი ზომავდნენ ერთი ფოტონის მდგომარეობას, მეორე ფოტონის მდგომარეობა მხრისიერად იცვლებოდა. არა იმიტომ, რომ ინფორმაცია გადაეცემოდა მათ შორის, არამედ იმიტომ, რომ ორივე ფოტონი იყო ნაწილი ერთი კვანტური მდგომარეობისა, რომელიც არ არის ლოკალიზებული დროში. ექსპერიმენტმა აჩვენა, კვანტურ დონეზე არ არსებობს განტურ დონეზე, არ არსებობს ადრე და მოგვიანებით. არსებობს მხოლოდ კორელაციები მოვლენებს შორის. ეს არ არის თეორია, ეს არის გაზომილი ფაქტი. დრო, როგორც თანმიმდევრობა, როგორც ნაკადი წარსულიდან მომავლისკენ, არ არსებობს კვანტურ დონეზე. დადექით ფანჯრის წინ და შეხედეთ ქუჩას. ხედავთ მანქანებს, რომლებიც მოძრაობენ, ხალხს, რომლებიც სიარულობენ, ღრუბლებს, რომლებიც მოძრაობენ ცაში. ყველაფერი ეს ქმნის შთაბეჭდილებას მოძრაობისა, ცვლილებისა, დროის გადინებისა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ გაზარდოთ მასშტაბი. თქვენი ქალაქი ხდება წერტილი, თქვენი ქვეყანა ხდება კონტური, დედამიწა ხდება ლურჯი წერტილი. მზის სისტემა ხდება პატარა სტრუქტურა. ირმის ნახტომი, ჩვენი გალაქტიკა, 200 მილიარდი ვარსკვლავით, ხდება სპირალური ფორმა. და ახლა ამ მასშტაბზე, სადაც ხედავთ მილიარდობით გალაქტიკებს, რომლებიც ვრცელდებიან სივრცეში, დაისვით კითხვა: რა არის დრო აქ? როდესაც ხედავთ გალაქტიკას, რომელიც არის 10 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით, ხედავთ მას, როგორც იყო 10 მილიარდი წლის წინ. მაგრამ წინ ნიშნავს რას? წინ ვისთვის? დრო, როგორც აღმოჩნდა, არ არის აბსოლუტური. დრო არის ფარდობი. 1915 წელს ალბერტ აინშტაინმა 26 წლის თანამშრომელმა ბერნის საპატენტო ოფისში შვეიცარიაში გამოაქვეყნა სტატია, რომელმაც შეცვალა ფიზიკა სამუდამოდ. სპეციალური ფარდობითობის თეორია აცხადებდა, დრო არ არის უნივერსალური. დრო დამოკიდებულია მოძრაობაზე. ორი დამკვირვებელი, რომლებიც მოძრაობენ სხვადასხვა სიჩქარით, განიცდიან დროს სხვადასხვანაირად. ეს არ არის ილუზია, ეს არის ფიზიკური რეალობა. თუ თქვენ იმოგზაურებთ კოსმოსურ ხომალდში სიჩქარით, რომელიც ახლოსაა სინათლის სიჩქარესთან და დაბრუნდებით დედამიწაზე, არ მოაჩენთ, რომ დედამიწაზე გავიდა 10 წლეულები, მაშინ როცა თქვენთვის გავიდა მხოლოდ წლები. ეს არ არის ფანტასტიკა, ეს არის გაზომილი ეფექტი. გაზომილი ეფექტი. 1971 წელს ფიზიკოსებმა ჯოზეფ ჰაფელემ და რიჩარდ კიტინგმა ჩაატარეს ექსპერიმენტი. მათ მოათავსეს ატომური საათები თვითმფრინავებზე და აფრინეს მათ მსოფლიოს გარშემო. როდესაც თვითმფრინავები დაბრუნდნენ, საათები, რომლებიც იყო თვითმფრინავებზე, ჩამორჩებოდა საათებს, რომლებიც დარჩა დედამიწაზე. განსხვავება იყო მხოლოდ რამდენიმე ნანოწამი, მაგრამ ეს იყო ზუსტად ის განსხვავება, რომელსაც აინშტაინის თეორია პროგნოზირებდა. მაგრამ აინშტაინი არ გაჩერებულა აქ.
1915 წელს მან გამოაქვეყნა ზოგადი ფარდობითობის თეორია, რომელიც აცხადებდა: გრავიტაცია არ არის ძალა, გრავიტაცია არის სივრცე დროის გეომეტრია. მასიური ობიექტები, როგორიცაა ვარსკვლავები და პლანეტები, ახრიან სივრცე დროს და ეს მოხრაქნის ეფექტს, რომელსაც ჩვენ უწოდებთ გრავიტაციას. და აქ არის გასაოცარი დასკვნა. თუ სივრცე და დრო არის ერთი ქსოვილი, თუ მათ შეიძლება მოხრა და გაჭიმვა, მაშინ დრო არ არის რაღაც, რაც ხდება. დრო არის განზომილება, ისევე როგორც სივრცე. წარმოიდგინეთ რუკა. რუკაზე ყველა ადგილი არსებობს ერთდროულად. თბილისი არსებობს, ბათუმი არსებობს, კაზბეგი არსებობს. ყველა ეს ადგილი არსებობს ერთდროულად რუკაზე, მიუხედავად იმისა, სად იმყოფებით თქვენ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ დრო არის ისეთივე. წარსული არსებობს, აწმყო არსებობს, მომავალი არსებობს. ყველა ეს ებობს. ყველა ეს მომენტი არსებობს ერთდროულად სივრცე დროის ქსოვილში. ეს არის ის, რასაც ფიზიკოსები უწოდებენ ბლოკ სამყაროს ან ეტერნალიზმს. მაგრამ ბლოკ სამყარო არის მხოლოდ დასაწყისი. როდესაც ფიზიკოსები შევიდნენ კვანტურ დონეზე, სადაც მოქმედებენ ატომები და სუბატომური ნაწილაკები, აღმოაჩინეს რაღაც კიდევ უფრო გასაოცარი. კვანტურ დონეზე დრო საერთოდ არ არსებობს. კვანტური მექანიკის განტოლებები, რომლებიც აღწერენ ნაწილაკების ქცევას, არის სიმეტრიული დროში. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ შეცვლით დროის მიმართულებას განტოლებებში, ისინი კვლავ მუშაობენ. არ არსებობს ფუნდამენტური განსხვავება წარსულსა და მომავალს შორის კვანტურ დონეზე. ვერნერ ჰაიზენბერგმა, ერთ-ერთმა კვანტური მექანიკის დამფუძნებელმა, 1927 წელს ჩამოაყალიბა გაურკვევლობის პრინციპი. შეუძლებელია ერთდროულად ზუსტად იცოდეთ ნაწილაკის პოზიცია და იმპულსი, მაგრამ ეს არ არის ტექნიკური შეზღუდვა, ეს არის ფუნდამენტური თვისება რეალობისა. კვანტურ დონეზე ნაწილაკები არ არიან კონკრეტულ ადგილებში კონკრეტულ დროში. ისინი არიან ალბათობის ღრუბლებში, რომლებიც ვრცელდებიან სივრცე დროში. მაშ რატომ გგონია, რომ დრო გადის? რატომ გძნობთ, რომ არსებობს წარსული, აწმყო და მომავალი? პასუხი მდგომარეობს ერთ სიტყვაში: ენტროპია. ენტროპია არის ზომა უწესრიგობისა, ქაოსისა სისტემაში. თერმოდინამიკის მეორე კანონი, რომელიც ჩამოაყალიბა რუდოლფ კლაუზიუსმა 1855 წელს, აცხადებს: ენტროპია ყოველთვის იზრდება დახურულ სისტემაში. წესრიგი იქცევა უწესრიგობად, სტრუქტურა იშლება. ეს არ არის მხოლოდ ტენდენცია, ეს არის ფუნდამენტური კანონი ბუნებისა. წარმოიდგინეთ ჭიქა, რომელიც ეცემა იატაკზე და იშლება. ნამსხვრევები არასოდეს თავისით არ შეიკრიბება და არ შექმნიან ჭიქას. შექმნიან ჭიქას. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს უსასრულოდ მეტი გზა ნამსხვრევების უწესრიგოდ განლაგებისთვის, ვიდრე მათი ჭიქის ფორმაში მოწესრიგებისთვის. ენტროპია იზრდება და ეს ზრდა ქმნის ილუზიას დროის ისრისას. ლუდვიგ ბოლცმანმა, ავსტრიელმა ფიზიკოსმა, 1887 წელს შემოგთავაზა რევოლუციური იდეა. დროის ისარი არ არის ფუნდამენტური თვისება სამყაროსი. დროის ისარი არის სტატისტიკური ფენომენი, რომელიც წარმოიქმნება იმიტომ, რომ სამყარო იწყებს მდგომარეობიდან დაბალი ენტროპიით და მოძრაობს მდგომარეობისკენ მაღალი ენტროპიით. ჩვენ უწოდებთ წარსულს მდგომარეობას დაბალი ენტროპიით. ჩვენ უწოდებთ მომავალს მდგომარეობას მაღალი ენტროპიით. მაგრამ ფუნდამენტურად ყველა ეს მდგომარეობა უბრალოდ არსებობს. არ არსებობს ადრე და მოგვიანებით. არსებობს მხოლოდ სხვადასხვა მდგომარეობები სხვადასხვა დონის ენტროპიით. და აქ არის ყველაზე გასაოცარი ნაწილი. თქვენი ტვინი, რომელიც არის ბიოლოგიური სისტემა, რომელიც მუშაობს ენტროპიის პრინციპებზე, ქმნის შეგრძნებას დროის გადინებისა. თქვენი ტვინი ინახავს მეხსიერებებს წარსულის შესახებ. თქვენი ტვინი აკეთებს პროგნოზებს მომავლის შესახებ. თქვენი ტვინი ქმნის ნარატივს, სადაც მოვლენები ხდება თანმიმდევრობით. მაგრამ ეს ნარატივი არის კონსტრუქცია. ეს არის მოდელი, რომელსაც თქვენი ტვინი აშენებს, რათა დაგეხმაროთ ნავიგაციაში სამყაროში. 2015 წელს ნეირომეცნიერებმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ბერკლიდან ხელმძღვანელობდა პროფესორი მათიუ უოლკერი ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, ტვინი არ აღიქვამს დროს პირდაპირ. ტვინი აშენებს აღქმას დროისა მოვლენების თანმიმდევრობიდან. მათ სთხოვეს მონაწილეებს უყურონ ვიდეოებს, სადაც მოვლენები ხდებოდა სხვადასხვა თანმიმდევრობით. როდესაც ისინი სკანირებდნენ მონაწილეთა ტვინებს ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით, აღმოაჩინეს, ტვინის რეგიონები, რომლებიც პასუხისგებელნი არიან დროის აღქმაზე, არ რეაგირებენ დროზე თავისთავად. ისინი რეაგირებენ მოვლენების თანმიმდევრობაზე და ენტროპიის ცვლილებაზე. თქვენი ტვინი ქმნის შეგრძნებას ახლა იმით, რომ ადარებს მიმდინარე შეყვანას მეხსიერებებს წარსულის შესახებ. თქვენი ტვინი ქმნის შეგრძნებას მომავლის იმით, რომ აკეთებს პროგნოზებს იმის საფუძველზე, რაც მოხდა წარსულში. მაგრამ ფუნდამენტურად, ყველა ეს პროცესი ხდება ნეირონულ ქსელში,
რომელიც არსებობს ბლოკ სამყაროში, სადაც ყველა მომენტი არსებობს ერთდროულად. დაბრუნდეთ ექსპერიმენტთან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. კვანტური გადაჯაჭვა, ფენომენი, რომელიც აინშტაინმა უწოდა საშინელი მოქმედება მანძილზე, აჩვენებს რაღაცა ფუნდამენტურს დროის ბუნების შესახებ. როდესაც ორი ნაწილაკი არიან გადაჯაჭვულები, ისინი ქმნიან ერთ კვანტურ სისტემას. გაზომვა ერთ ნაწილაკზე მხისიერად გავლენას ახდენს მეორე ნაწილაკზე, მიუხედავად მანძილისა მათ შორის. ეს არ არის იმიტომ, რომ ინფორმაცია გადაეცემა მათ შორის სინათლის სიჩქარის სიჩქარით. ეს არის იმიტომ, რომ ორივე ნაწილაკი არის ნაწილი ერთი კვანტური მდგომარეობისა, რომელიც არ არის ლოკალიზებული სივრცე დროში. ჯონ სტიუარტ ბელმა, ირლანდიელმა ფიზიკოსმა 1964 წელს ჩამოაყალიბა თეორემა, რომელმაც აჩვენა, თუ კვანტური მექანიკა სწორია, მაშინ ან არ არსებობს ლოკალური რეალობა, ან არ არსებობს დეტერმინიზმი. ექსპერიმენტები, რომლებიც ჩატარდა 10 წლეულების განმავლობაში, ადასტურებენ, კვანტური მექანიკა სწორია, რეალობა არ არის ლოკალური. მოვლენები, რომლებიც ხდება სხვადასხვა ადგილებში, შეიძლება იყოს დაკავშირებული გზით, რომელიც არ მოითხოვს სიგნალის გადაცემას სივრცე-დროში. მაგრამ თუ დრო არის ილუზია, თუ ყველა მომენტი არსებობს ერთდროულად, რატომ გგონია, რომ დრო მოძრაობს ერთი მიმართულებით? რატომ ვიხსენებთ წარსულს, მაგრამ არა მომავალს? პასუხი კვლავ მდგომარეობს ენტროპიაში. სამყარო დაიწყო მდგომარეობიდან ძალიან დაბალი ენტროპიით. ეს მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ უწოდებთ დიდ აფეთქებას, მოხდა 13 მილიარდ 800 მილიონი წლის წინ. იმ მომენტში სამყარო იყო ძალიან ცხელი, ძალიან მკვრივი და ძალიან მოწესრიგებული. მას შემდეგ სამყარო ფართოვდება და ცივდება. ენტროპია იზრდება. სტრუქტურები ყალიბდებიან და იშლებიან. ვარშკლავები იბადებიან და კვდებიან. გალაქტიკები ყალიბდებიან და იშლებიან. და ყველა ეს პროცესი ქმნის ის არს, რომელსაც ჩვენ უწოდებთ დროს. მაგრამ ზოგიერთი ფიზიკოსი ვარაუდობს, შესაძლოა სამყარო არის ციკლური. შესაძლოა დიდი აფეთქების შემდეგ მოდის დიდი შეკუმშვა. შესაძლოა სამყარო ფართოვდება, შემდეგ იწყებს შეკუმშვას, შემდეგ კვლავ აფეთქდება. და თუ ეს ასეა, მაშინ დროის ის არის შეიძლება შეიცვალოს. შეიძლება იყოს ციკლები, სადაც ენტროპია იზრდება და ციკლები, სადაც ენტროპია მცირდება. და აქ ჩვენ მივდივართ ერთ-ერთ ყველაზე პროვოკაციულ კითხვამდე. თუ დრო არის ილუზია, თუ ყველა მომენტი არსებობს ერთდროულად, რა ხდება თავისუფალ ნებასთან? თუ მომავალი უკვე არსებობს ბლოკ სამყაროში, მაშინ ჩვენი არჩევანი უკვე განსაზღვრულია? ეს არის კითხვა, რომელიც აწუხებს ფილოსოფოსებს 1000 წლეულების განმავლობაში. და ფიზიკა არ იძლევა მარტივ პასუხს. ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, დიახ, თავისუფალი ნება არის ილუზია. თუ ყველა მომენტი არსებობს ერთდროულად, მაშინ ჩვენი არჩევანი უკვე არის ნაწილი ბლოკ სამყაროსი. ჩვენ გვგზნობთ, რომ ვაკეთებთ არჩევანს, მაგრამ ეს არჩევანი უკვე არსებობს სივრცე-დროის ქსოვილში. მაგრამ სხვა ფიზიკოსები ამბობენ, არა, თავისუფალი ნება შეიძლება იყოს თავსებადი ბლოკ სამყაროსთან. თუნდაც თუ მომავალი არსებობს, ჩვენ კვლავ ვართ აგენტები, რომლებიც ქმნიან ამ მომავალს ჩვენი არჩევანით. ჩვენი არჩევანი არის ნაწილი მიზეზ შედეგობრივი ჯაჭვისა, რომელიც აკავშირებს წარსულს მომავალთან. დეივიდ ჩალმერსმა, ავსტრალიელმა ფილოსოფოსმა და კოგნიტურმა მეცნიერმა 1986 წელს ჩამოაყალიბა ის, რასაც მან უწოდა რთული პრობლემა ცნობიერებისა. რთული პრობლემა არ არის ის, თუ როგორ მუშაობს ტვინი. რთული პრობლემა არის, რატომ არსებობს სუბიექტური გამოცდილება. რატომ არის რაღაც, რაც არის იყო, ცნობიერი არსება. და ეს კითხვა ხდება კიდევ უფრო რთული, როდესაც ვიცით, რომ დრო არის ილუზია. თუ ყველა მომენტი არსებობს ერთდროულად, მაშინ თქვენი სუბიექტური გამოცდილება ახლა არის მხოლოდ ერთი პერსპექტივა ბლოკ სამყაროზე. თქვენი გამოცდილება წარსულის არის მეხსიერება, რომელიც არსებობს ამ მომენტში. თქვენი გამოცდილება მომავლის არის პროგნოზი, რომელიც არსებობს ამ მომენტში. მაგრამ ფუნდამენტურად ყველა ეს მომენტი, წარსული, აცმყო, მომავალი, არსებობს ერთდროულად. თქვენი ცნობიერება არის პროცესი, რომელიც ხდება ბლოკ სამყაროში, პროცესი, რომელიც ქმნის ილუზიას დროის გადინებისა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ფოტონი, სინათლის ნაწილაკი. თქვენ მოგზაურობთ სინათლის სიჩქარით. და აინშტაინის სპეციალური ფარდობითობის თეორიის მიხედვით, როდესაც თქვენ მოგზაურობთ სინათლის სიჩქარით, დრო ჩერდება. ფოტონისთვის, რომელიც გამოსხივდება ვარსკვლავიდან და მოგზაურობს მილიარდი წლის განმავლობაში, სანამ მიაღწევს დედამიწას, არ გადის დრო. ფოტონისთვის მისი გამოსხივება და მისი შთანთქმა ხდება ერთდროულად. არ არსებობს შუა ფოტონისთვის. არსებობს მხოლოდ ერთი მომენტი, რომელიც მოიცავს მთელ მის მოგზაურობას. ახლა წარმოიდგინეთ, რომ სამყარო არის ფოტონების კოლექცია. წარმოიდგინეთ, რომ რეალობა არის ქსელი სინათლის სხივებისა, რომლებიც აკავშირებენ ყველა მოვლენას სამყაროში.
ამ პერსპექტივიდან დრო საერთოდ არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ქსელი კავშირებისა, ქსელი კორელაციებისა, რომელიც აკავშირებს ყველა მომენტს ყველა სხვა მომენტთან. 2010 წელს ფიზიკოსმა ვლადკო ვედრალმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან შემოგთავაზა რადიკალური იდეა. შესაძლოა დრო არის ინფორმაციის დაგროვების პროცესი. როდესაც სისტემა ურთიერთქმედებს გარემოსთან, ის იძენს ინფორმაციას. ეს ინფორმაცია ინახება სისტემის მდგომარეობაში და ეს დაგროვება ქმნის ილუზიას დროის გადინებისა. ვედრალმა აჩვენა, კვანტურ სისტემებში ინფორმაციის დაგროვება კორელირებს ენტროპიის ზრდასთან. რაც მეტი ინფორმაცია აქვს სისტემას, მით უფრო მაღალია მისი ენტროპია და ეს კორელაცია ქმნის დროის ისარს. მაგრამ ფუნდამენტურად ინფორმაცია არ არის რაღაც, რაც ხდება დროში. ინფორმაცია არის თვისება სისტემის მდგომარეობისა და ყველა ეს მდგომარეობა, არეობა, წარსული, აწმყო, მომავალი არსებობს ერთდროულად ბლოკ სამყაროში. მაგრამ დრო არ არის მხოლოდ ილუზია, რომელსაც ქმნის ჩვენი ტვინი. დრო ასევე არის ფიზიკური ფენომენი, რომელიც დამოკიდებულია გრავიტაციაზე. აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის მიხედვით, გრავიტაცია ახრის არა მხოლოდ სივრცეს, არამედ დროსაც. რაც უფრო ძლიერია გრავიტაციული ველი, მით უფრო ნელა გადის დრო. ეს არ არის თეორია, ეს არის გაზომილი ეფექტი. თუ თქვენ მოათავსებთ ატომურ საათს მთის მწვერვალზე და სხვა ატომურ საათს ზღვის დონეზე, საათი მთის მწვერვალზე იმუშავებს უფრო სწრაფად, ვიდრე საათი ზღვის დონეზე. ზღვის დონეზე. განსხვავება არის მხოლოდ რამდენიმე ნანოწამი დღეში, მაგრამ ეს არის ზუსტად ის განსხვავება, რომელსაც აინშტაინის თეორია პროგნოზირებდა. და ეს ეფექტი ხდება უფრო დრამატული, როდესაც თქვენ უახლოვდებით ძალიან მასიურ ობიექტებს, როგორიცაა შავი ხვრელები. ახლოს შავ ხვრელთან გრავიტაცია არის ისეთი ძლიერი, რომ დრო თითქმის ჩერდება. თუ თქვენ უყურებდით ადამიანს, რომელიც ეცემა შავ ხვრელში, დაინახავდით, რომ ის ნელდება და ნელდება, სანამ არ გაკინულა მოვლენის ჰორიზონტზე, წერტილზე, საიდანაც სინათლე ვერ გაქცევა. და აქ არის კიდევ ერთი გასაოცარი ფაქტი. დრო არ არის ერთნაირი მთელ სამყაროში. სამყარო ფართოვდება, galaktikები მოშორდებიან ერთმანეთს. და ეს გაფართოება ნიშნავს, რომ დრო არ არის სინქრონიზებული მთელ სამყაროში. არსებობს ის, რასაც კოსმოლოგები უწოდებენ კოსმიურ დროს, დრო, რომელიც გაზომილია დამკვირვებლის მიერ, რომელიც მოძრაობს სამყაროს გაფართოებასთან ერთად. მაგრამ ეს კოსმიური დრო არ არის აბსოლუტური, ეს არის მხოლოდ ერთი პერსპექტივა. სხვა დამკვირვებელი, რომელიც მოძრაობს სხვა სიჩქარით, განიცდის დროს სხვადასხვანაირად. ადამ რისმა ფიზიკოსმა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან 2020 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც აჩვენა, სამყაროს სხვადასხვა რეგიონებში დრო გადის სხვადასხვა სიჩქარით. ეს არის იმიტომ, რომ სამყარო არ არის ჰომოგენური. არსებობს რეგიონები მაღალი სიმკვრივით და რეგიონები დაბალი სიმკვრივით. და ეს სიმკვრივის ვარიაციები ქმნიან ვარიაციებს გრავიტაციულ ველში, რაც ქმნის ვარიაციებს დროის გადინებაში. 2012 წელს ფიზიკოსმა ფრენკ ვილჩეკმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან შემოგთავაზა კონცეფცია, რომელსაც მან უწოდა დროის კრისტალი. კრისტალი არის სტრუქტურა, რომელიც მეორდება სივრცეში. მარილის კრისტალი მაგალითად არის ატომების მასივი, რომელიც მეორდება რეგულარულ ინტერვალებში. ვილჩეკმა ეკითხა: შეიძლება არსებობდეს სტრუქტურა, რომელიც მეორდება დროში. სტრუქტურა, რომელიც ბრუნდება თავის საწყის მდგომარეობაში პერიოდულად, მუდმივად, მოძრაობის გარერების გარეშე. ეს იყო რადიკალური იდეა, რადგან ის ეწინააღმდეგებოდა თერმოდინამიკის მეორე კანონს. როგორ შეიძლება სისტემა დაბრუნდეს თავის საწყის მდგომარეობაში, როდესაც ენტროპია ყოველთვის იზრდება? მაგრამ 2016 წელს ფიზიკოსებმა მერილენდის უნივერსიტეტიდან შექმნეს პირველი დროის კრისტალი ლაბორატორიაში. მათ გამოიყენეს იონების ჯაჭვი, რომელიც იყო დაცული ელექტრომაგნიტური ველებით. როდესაც მათ დაარტყეს ეს სისტემა ლაზერული იმპულსით, იონები დაიწყეს რხევა პერიოდულად. ბრუნდებოდნენ თავიანთ საწყის მდგომარეობაში განუწყვეტლივ. ეს იყო სტრუქტურა, რომელიც მეორდებოდა დროში. მაგრამ რა მოხდება დროს სამყაროს ბოლოს? თუ სამყარო გრძელდება გაფართოებას სამუდამოდ, რა მოხდება ენტროპიას? პასუხი მოდის თერმოდინამიკიდან. ენტროპია გაგრძელდება ზრდას, სანამ არ მიაღწევს მაქსიმუმს. ამ წერტილში სამყარო იქნება მდგომარეობაში, რომელსაც ფიზიკოსები უწოდებენ თერმულ სიკვდილს. ყველა ენერგია იქნება თანაბრად განაწილებული, ყველა სტრუქტურა იქნება დაშლილი, ყველა ვარსკვლავი იქნება გაქრებული, ყველა შაველა შავი ხვრელი იქნება აორთქლებული. და ამ მდგომარეობაში დროის ისარი გაქრება. აღარ იქნება განსხვავება წარსულსა და მომავალს შორის, რადგან აღარ იქნება ენტროპიის ზრდა. სამყარო იქნება სტატიკურ მდგომარეობაში, სადაც არაფერი ხდება. მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი სცენარი. სხვა სცენარები მოიცავს დიდ შეკუმშვას, სადაც სამყარო იწყებს შეკუმშვას და ბრუნდება წერტილში უსასრულო სიმკვრივისა.
ან ციკლურ სამყაროს, სადაც დიდი აფეთქების შემდეგ მოდის დიდი შეკუმშვა, შემდეგ კიდევ ერთი დიდი აფეთქება. ან მრავალ სამყაროს, სადაც ჩვენი სამყარო არის მხოლოდ ერთი ბუშტი, უსასრულო ოკეანეში სამყაროებისა, თითოეული თავისი საკუთარი დროის ისრით. თუ დრო არ არსებობს, მაშინ რას ნიშნავს იცხოვრო? ეს არ არის აბსტრაქტული ფილოსოფიური კითხვა. ეს არის პრაქტიკული კითხვა, რომელიც ეხება ყველაფერს, თქვენს გადაწყვეტილებებს, თქვენს მნიშვნელობებს, თქვენს იმედებს და შიშებს. წარმოიდგინეთ, რომ იღვიძებთ დილით და იცით, არ აგჯერათ, არამედ იცით, ისევე როგორც იცით, რომ 2 დამატებული 2 არის 4, რომ ყველაფერი, რაც ოდესმე მოხდება თქვენს ცხოვრებაში, უკვე არსებობს. თქვენი ქორწინება 2028 წელს არსებობს. თქვენი შვილის დაბადება 2029 წელს არსებობს. თქვენი უკანასკნელი სუნთქვა 2075 წელს არსებობს. ყველა ეს მომენტი არსებობს ახლა, ამ წამში, ისევე რეალურად, როგორც ეს წამი, როდესაც ამ სიტყვებს უსმენთ. როგორ ცხოვრობთ ასეთ სამყაროში? როგორ აკეთებთ არჩევანს, როდესაც იცით, რომ ყველა არჩევანი უკვე გაკეთებულია? ჰილარი პატნამმა, ამერიკელმა ფილოსოფოსმა ჰარვარდის უნივერსიტეტიდან 1977 წელს ჩამოაყალიბა პარადოქსი. თუ ბლოკ სამყარო სწორია, თუ მომავალი უკვე არსებობს, მაშინ როგორ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ან ცდარი განცხადებები მომავლის შესახებ? როგორ შეიძლება ვთქვათ, ხვალ წვიმს ან ხვალ არ წვიმს, თუ ხვალი უკვე არსებობს, უკვე განსაზღვრულია, უკვე არის ნაწილი რეალობისა? დაფიქრდით, როგორ ცხოვრობთ ჩვენ ჩვეულებრივ? ჩვენ გეგმავთ მომავალს. ვირებთ გადაწყვეტილებებს იმის საფუძველზე, რაც ვფიქრობთ, რომ მოხდება. ვინანებთ წარსულს. ვიხსენებთ შეცდომებს და ვფიქრობთ, რომ შემეძლო სხვაგვარად მოვიქცეოდი. მაგრამ ახლა შეადარეთ ეს იმას, თუ როგორ მუშაობს კომპიუტერული პროგრამა. პროგრამა არ ცხოვრობს დროში. პროგრამის კოდი არსებობს როგორც სრული სტრუქტურა. ყველა ინსტრუქცია, ყველა ფუნქცია, ყველა ცვლადი არსებობს ერთდროულად კოდში. როდესაც პროგრამა მუშაობს, ის არ ქმნის მომავალს. ის უბრალოდ ასრულებს ინსტრუქციებს, რომლებიც უკვე არსებობს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცხოვრება არის ასეთი პროგრამა. არა იმ გაგებით, რომ თქვენ ხართ მანქანა, არამედ იმ გაგებით, რომ თქვენი ცხოვრების ყველა მომენტი უკვე არსებობს როგორც სტრუქტურა სივრცე-დროის ქსოვილში. თქვენი ცნობიერება არის პროცესი, რომელიც მუშაობს ამ სტრუქტურაში, ქმნის შეგრძნებას თანმიმდევრობისა, შეგრძნებას არჩევანისა, შეგრძნებას თავისუფლებისა. მაგრამ ფუნდამენტურად, ყველა ეს მომენტი უკვე არსებობს. ან შეადარეთ ეს ციკლს. როდესაც კითხულობთ რომანს, ყველა გვერდი არსებობს ერთდროულად. პირველი თავი არსებობს, ბოლო თავი არსებობს, ყველა მობს, ყველა მოვლენა, ყველა დიალოგი, ყველა აღწერა არსებობს ერთდროულად წიგნში. მაგრამ როდესაც კითხულობთ, თქვენ განიცდით წიგნს თანმიმდევრობით. თქვენ არ იცით რა მოხდება მომდევნო თავში. თქვენ გრძნობთ დაძაბულობას, მოლოდინს, გაოცებას. თქვენი გამოცდილება წიგნის კითხვისა არის თანმიმდევრული, მიუხედავად იმისა, რომ წიგნი თავად არის სტატიკური სტრუქტურა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცხოვრება არის ასეთი წიგნი. ყველა მომენტი არსებობს, მაგრამ თქვენი ცნობიერება კითხულობს ამ წიგნს თანმიმდევრობით, ქმნის გამოცდილებას დროის გადინებისა. მაგრამ აქ არის პრობლემა. თუ ყველა მომენტი არსებობს ერთდროულად, მაშინ რას ნიშნავს შედეგობრიობა? ავს მიზეზ შედეგობრიობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიზეზი წინ უსწრებს შედეგს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოვლენა A იწვევს მოვლენა B-ს. მაგრამ თუ A და B ორივე არსებობს ერთდროულად ბლოკ სამყაროში, მაშინ როგორ შეიძლება A იწვევდეს B-ს? ჯუდეა პერლმა, ისრაელურ-ამერიკელმა კომპიუტერულმა მეცნიერმა, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან ლოს-ანჯელესიდან 2000 წელს გამოაქვეყნა წიგნი მიზეზ შედეგობრიობა, რომელმაც შეცვალა ჩვენი გაგება მიზეზ შედეგობრივი კავშირების შესახებ. პერლმა აჩვენა, მიზეზ შედეგობრიობა გობრიობა არ არის დროის თანმიმდევრობა. მიზეზ შედეგობრიობა არის სტრუქტურა კავშირებისა მოვლენებს შორის. მოვლენა A არის მიზეზი მოვლენა B-სთვის, არა იმიტომ, რომ A ხდება B-მდე დროში, არამედ იმიტომ, რომ A და B არიან დაკავშირებული გზით, რომელიც აკმაყოფილებს გარკვეულ მათემატიკურ თვისებებს. წარმოიდგინეთ დომინოს ფიგურები, რომლებიც დგანან რიგში. როდესაც თქვენ აგდებთ პირველ ფიგურას, ის აგდებს მეორეს, რომელიც აგდებს მესამეს და ასე შემდეგ. ჩვენ ვამბობთ, რომ პირველი ფიგურის დაცემა იწვევს ბოლო ფიგურის დაცემას. მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უყურებთ ამ პროცესს ფოტოზე. ფოტოზე ყველა ფიგურა არსებობს ერთდროულად. ზოგიერთი ფიგურა დგას, ზოგიერთი ფიგურა ეცემა, ზოგიერთი ფიგურა უკვე დაცემულია. ყველა ეს მდგომარეობა არსებობს ერთდროულად ფოტოზე. მაგრამ კვლავ არსებობს მიზეზ შედეგობრივი სტრუქტურა. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ პირველი ფიგურის მდგომარეობა განსაზღვრავს მეორე ფიგურის მდგომარეობას, რომელიც განსაზღვრავს მესამე ფიგურის მდგომარეობას. მიზეზ შედეგობრიობა არის სტრუქტურა, არა პროცესი. მაგრამ ბევრი ფილოსოფოსი და მეცნიერი არ ეთანხმება ამ ხედვას. ისინი ამბობენ, თუ დრო არის ილუზია,
თუ მიზეზ შედეგობრიობა არის მხოლოდ სტრუქტურა, მაშინ რატომ გუგონია ისე ძლიერად, რომ დრო რეალურია? რატომ გვაქვს ასეთი ძლიერი ინტუიცია, რომ წარსული განსხვავდება მომავლისგან? ლის მოლინმა, კანადელმა თეორიულმა ფიზიკოსმა პერიმეტრის ინსტიტუტიდან 2013 წელს გამოაქვეყნა წიგნი დროის აღდგენა, სადაც ის ამტკიცებს: დრო არის ფუნდამენტური. ფიზიკა ცდება, როდესაც ამბობს, რომ დრო არის ილუზია. სმოლინი ამბობს: პრობლემა არის ის, რომ ფიზიკის კანონები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, არის დროის სიმეტრიული. მაგრამ ეს არის შეზღუდო ჩვენი თეორიებისა, არა რეალობისა. რეალობაში დრო არის ფუნდამენტური და ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ფიზიკა, რომელიც აღიარებს დროის ფუნდამენტურობას. სმოლინის არგუმენტი არის ძლიერი. როდესაც ჩვენ ვაკვირდებით სამყაროს, ვხედავთ ცვლილებას, ვხედავთ ევოლუციას, ვხედავთ ახალ სტრუქტურებს, რომლებიც ყალიბდებიან, ვხედავთ ახალ თვისებებს, რომლებიც წარმოიქმნებიან. როგორ შეიძლება ყველა ეს იყოს ილუზია? როგორ შეიძლება ყველა ეს იყოს უბრალოდ ჩვენი პერსპექტივა ბლოკ სამყაროზე? მაგრამ კარლო როელი პასუხობს: ცვლილება არ არის ილუზია, ცვლილება არის რეალური, მაგრამ ცვლილება არ არის ფუნდამენტური. ცვლილება არის ემერგენტული თვისება, რომელიც წარმოიქმნება იმ გზიდან, როგორც ჩვენი ტვინი ამუშავებს ინფორმაციას. როდესაც ჩვენი ტვინი ადარებს ორ მდგომარეობას სხვადასხვა დონის ენტროპიით, ის აღიქვამს ცვლილებას. მაგრამ ფუნდამენტურად ორივე მდგომარეობა უბრალოდ არსებობს. ეხლა დაბრუნდეთ კვანტურ დონეზე. კვანტურ მექანიკაში არსებობს ფენომენი, რომელსაც ეწოდება სუპერპოზიცია. ნაწილაკი შეიძლება იყოს ორ მდგომარეობაში ერთდროულად. ელექტრონი შეიძლება იყოს ორ ადგილას ერთდროულად. ფოტონი შეიძლება იყოს ორ პოლარიზაციაში ერთდროულად. ეს არ არის იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, სად არის ნაწილაკი. ეს არის იმიტომ, რომ ნაწილაკი რეალურად არის ორივე მდგომარეობაში ერთდროულად, სანამ არ გაზომავთ მას. ერვინ შრედინგერმა, ავსტრიელმა ფიზიკოსმა 1935 წელს ჩამოაყალიბა განტოლება, რომელიც აღწერს, როგორ ვითარდება კვანტური სისტემა დროში. მაგრამ აქ არის გასაოცარი ფაქტი. შრედინგერის განტოლება არის დეტერმინისტული და დროის სიმეტრიული. თუ თქვენ იცით სისტემის მდგომარეობა ერთ მომენტში, შეგიძლიათ გამოთვალოთ მისი მდგომარეობა ნებისმიერ სხვა მომენტში, როგორც მომავალში, ასევე წარსულში. მაგრამ როდესაც თქვენ ზუმავთ კვანტურ სისტემას, რაღაც უცნაური ხდება. სუპერპოზიცია იშლება. ნაწილაკი ირჩევს ერთ მდგომარეობას. და ეს არჩევანი არის შემთხვევითი. არავინ იცის, რატომ ხდება ეს. არავინ იცის, როგორ ხდება ეს. ეს არის ის, რასაც ფიზიკოსები უწოდებენ გაზომვის პრობლემას კვანტურ მექანიკაში. და აქ არის კავშირი დროსთან. ზოგიერთი ფიზიკოსი ვარაუდობს, რომ გაზომვის პროცესი არის ის, რაც ქმნის დროის ისარს. როდესაც სისტემა ურთიერთქმედებს გარემოსთან, როდესაც ხდება გაზომვა, სუპერპოზიცია იშლება და ეს შლა ქმნის ირევერსიბულ პროცესს, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს. და ეს ირევერსიბულობა ქმნის დროის ისდროის. მაგრამ არსებობს სხვა ინტერპრეტაცია. 1957 წელს ჰიუ ევერეტმა, ამერიკელმა ფიზიკოსმა, პრინსტონის უნივერსიტეტიდან შემოგთავაზა რადიკალური იდეა. შესაძლოა, სუპერპოზიცია არასოდეს იშლება. შესაძლოა, როდესაც თქვენ ზომავთ ნაწილაკს, სამყარო იყოფა ორ ფილიალად. ერთ ფილიალში ნაწილაკი არის ერთ მდგომარეობაში, მეორე ფილიალში ნაწილაკი არის მეორე მდგომარეობაში, ომარეობაში. და ორივე ფილიალი არის თანაბრად რეალური. ეს არის ის, რასაც ეწოდება მრავალი სამყაროს ინტერპრეტაცია კვანტური მექანიკისა. და თუ ეს ინტერპრეტაცია სწორია, მაშინ არსებობს უსასრულო რაოდენობა სამყაროები, რომლებიც იყოფიან ყოველ მომენტში, ყოველი კვანტური გაზომვით. ახლა დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს დროსთვის. თუ სამყარო იყოფა ყოველ მომენტში, მაშინ არსებობს უსასრულო რაოდენობა ვერსიები თქვენი მომავლისა. არსებობს სამყარო, სადაც თქვენ აკეთებთ ერთ არჩევანს. არსებობს სამყარო, სადაც თქვენ აკეთებთ სხვა არჩევანს. არსებობს სამყარო, სადაც თქვენ კითხულობთ ამ წიგნს. არსებობს სამყარო, სადაც თქვენ არ კითხულობთ ამ წიგნს. ყველა ეს სამყარო არსებობს ერთდროულად. ყველა ეს სამყარო არის თანაბრად რეალური. და ამ პერსპექტივიდან დრო არ არის ერთი ხაზი, რომელიც მიემართება წარსულიდან მომავლისკენ. დრო არის განშტოებული სტრუქტურა, ხე შესაძლებლობებისა, სადაც ყველა შტო არის თანაბრად რეალური. მაგრამ დაბრუნდეთ თქვენს პირად გამოცდილებაზე. თქვენ იხსენებთ წარსულს. თქვენ გაქვთ მეხსიერებები ბავშვობის შესახებ, მეხსიერებები გუშინდელი დღის შესახებ, მეხსიერებები წინაწუთის შესახებ. ეს მეხსიერებები გრძნობენ რეალურად. ისინი გრძნობენ როგორც კავშირი წარსულთან. მაგრამ რა არის მეხსიერება? მეხსიერება არის ინფორმაცია, რომელიც შენახულია თქვენს ტვინში. მეხსიერება არის ნეირონული ქსელის მდგომარეობა. და ეს მდგომარეობა არსებობს ახლა, ამ მომენტში. თქვენი მეხსიერება წარსულის შესახებ არ არის კავშირი რეალურ წარსულთან. თქვენი მეხსიერება არის ინფორმაცია,
რომელიც არსებობს აწმყოში. ბერტრანდ რასელმა, ბრიტანელმა ფილოსოფოსმა 1912 წელს ჩამოაყალიბა პროვოკაციული იდეა. შესაძლოა სამყარო შეიქმნა 5 წუთის წინ, სრული ყველა ჩვენი მეხსიერებით და ყველა ჩანაწერით წარსულის შესახებ. როგორ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ეს არ არის ასე? ყველა მტკიცებულება, რომელიც გვაქვს წარსულის შესახებ, არსებობს აწმყოში. ყველა მეხსიერება არსებობს აწმყოში. ყველა დოკუმენტი არსებობს აწმყოში. ყველა ფოსილი არსებობს აწმყოში. არ არსებობს გზა, რომ პირდაპირ წვდომა გქონდეს წარსულს. ყველაფერი, რაც გვაქვს, არის ინფორმაცია აწმყოში. და თუ ეს ასეა, მაშინ წარსული არ არის რაღაც, რაც იყო. წარსული არის კონსტრუქცია, რომელსაც ჩვენი ტვინი აშენებს ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც არსებობს აწმყოში. ახლა დაფიქრდით, როგორ ცვლის ეს თქვენს ემოციურ ცხოვრებას. ნანობა არის ემოცია, რომელიც დაფუძნებულია იდეაზე, რომ წარსული შეიძლებოდა ყოფილიყო სხვაგვარი. თქვენ ინანებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღეთ 10 წლის წინ. თქვენ ფიქრობთ, რომ შემეძლო სხვაგვარად მოვიქცეოდი. მაგრამ თუ ბლოკ სამყარო სწორია, თუ ყველა მომენტი არსებობს ერთდროულად, მაშინ წარსული არ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვაგვარი. წარსული არის ისეთი, როგორიც არის. ის არსებობს როგორც ფიქსირებული სტრუქტურა სივრცე დროის ქსოვილში. ნანობა არის ემოცია, რომელიც დაფუძნებულია ილუზიაზე, რომ დრო გადის და რომ წარსული შეიძლებოდა ყოფილიყო სხვაგვარი. ანალოგიურად, შიში მომავლის შესახებ არის ემოცია, რომელიც დაფუძნებულია იდეაზე, რომ მომავალი არის გაურკვეველი. თქვენ შიშობთ, რომ რაღაც ცუდი მოხდება. თქვენ ინერვიულებთ გამოცდის შესახებ, ინტერვიუს შესახებ, სამედიცინო შედეგის შესახებ. მაგრამ თუ ბლოკ სამყარო სწორია, მაშინ მომავალი უკვე არსებობს. მომავალი უკვე განსაზღვრულია. მომავალი უკვე არის ნაწილი რეალობისა. შიში არის ემოცია, რომელიც დაფუძნებულია ილუზიაზე, რომ მომავალი არის გაურკვეველი. ახლა ზოგიერთი ფილოსოფოსი ამბობს, ეს არის ნიჰილისტური ხედვა. თუ ნანობა და შიში არის ილუზიები, მაშინ რა აზრი აქვს ცხოვრებას? რა აზრი აქვს ცდას, გაუმჯობესებას, ზრუნვას? მაგრამ სხვა ფილოსოფოსები ამბობენ, არა, ეს არის განმათავისუფლებელი ხედვა. თუ წარსული არ შეიძლება შეიცვალოს, მაშინ არ არის აზრი ნანობას. თუ მომავალი უკვე არსებობს, მაშინ არ არის აზრი შიშს. თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ აწმყოში, სრულად, ყოველგვარი ტვირთის გარეშე წარსულისა და მომავლის. და აქ არის საინტერესო კავშირი აღმოსავლურ ფილოსოფიასთან. ბუდიზმი, რომელიც წარმოიშვა ინდოეთში 2500 წლის წინ, ასწავლის, რომ დრო არის ილუზია. ბუდა ასწავლიდა, რომ წარსული არ არსებობს, მომავალი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ აწმყო. მაგრამ ბუდა ასევე ასწავლიდა, რომ აწმყო თავად არის ილუზია. არ არსებობს ფიქსირებული ახლა. არსებობს მხოლოდ უწყვეტი ნაკადი გამოცდილებისა. ნაგარჯუნამ, ინდოელმა ფილოსოფოსმა მეორე საუკუნეში ჩამოაყალიბა კონცეფცია შუნიატა, სიცარიელე. ნაგარჯუნა ამბობდა, ყველა ფენომენი არის ცარიელი თვითარსებობისგან. არაფერი არ არსებობს დამოუკიდებლად. ყველაფერი არსებობს მხოლოდ ურთიერთობაში სხვა ფენომენთიერთობაში სხვა ფენომენებთან. და ეს მოიცავს დროს. დრო არ არსებობს დამოუკიდებლად. დრო არსებობს მხოლოდ ურთიერთობაში მოვლენებთან. ახლა შეადარეთ ეს თანამედროვე ფიზიკას. კარლო როელი ამბობს, დრო არ არის ფუნდამენტური. დრო არის ემერგენტული თვისება, რომელიც წარმოიქმნება ურთიერთობებიდან მოვლენებს შორის. ეს არის თითქმის იდენტური იდეა იმისა, რასაც ნაგარჯუნა ასწავლიდა 2000 წლის წინ. და ბუდისტური პრაქტიკა, მედიტაცია, ყურადღება აწმყოზე, მიმაგრების გათავისუფლება წარსულისა და მომავლის მიმართ, შეიძლება ნახოს როგორც გზა იცხოვრო სამყაროში, სადაც დრო არის ილუზია. არა იმიტომ, რომ თქვენ უარყოფთ რეალობას, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ხედავთ რეალობას უფრო ღრმად, უფრო ნათლად, ილუზიების გარეშე. მაგრამ დაბრუნდეთ ნეირომეცნიერებაზე. როგორ ქმნის ტვინი შეგრძნებას ახლა? 2018 წელს ნეირომეცნიერებმა მაქს პლანკის ინსტიტუტიდან გერმანიიდან ხელმძღვანელობდა პროფესორი ვოლფ ზინგერი ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა, ტვინი არ აღიქვამს მოვლენებს მყისიერად. არსებობს დაყოვნება დაახლოებით 200 მილიწამს შორის, როდესაც მოვლენა ხდება და როდესაც ტვინი აღიქვამს მას. ეს ნიშნავს, რომ ის, რასაც თქვენ უწოდებთ ახლა, რეალურად არის 200 მილიწამის წინ. თქვენი ცნობიერება ყოველთვის ცხოვრობს წარსულში, მცირე, მაგრამ გაზომლადი წარსულში. მაგრამ უფრო მეტიც, ტვინი არ აღიქვამს ახლა როგორც ერთ მომენტს. ტვინი აღიქვამს ახლა როგორც ფანჯარას დროში. ფანჯარას, რომელიც გრძელდება დაახლოებით 3 წამს. ეს არის ის, რასაც ფსიქოლოგები უწოდებენ აწმყოს სპექტრს. როდესაც თქვენ უსმენთ მუსიკალურ ფრაზას, თქვენ არ უსმენთ ყოველ ნოტს ცალ-ცალკე. თქვენ უსმენთ მთელ ფრაზას, როგორც ერთ გამოცდილებას. ეს არის იმიტომ, რომ თქვენი ტვინი აერთიანებს ინფორმაციას 3 წამის განმავლობაში ერთ ცნობიერ გამოცდილებაში. ეს ნიშნავს, რომ ახლა არ არის წერტილი.
ახლა არის ინტერვალი და ეს ინტერვალი არის კონსტრუქცია, რომელსაც თქვენი ტვინი აშენებს. და აქ არის კიდევ უფრო გასაოცარი ფაქტი. დროის აღქმა არ არის კონსტანტური. დრო გრძნობს, რომ გადის სწრაფად, როდესაც თქვენ გართობთ. დრო გრძნობს, რომ გადის ნელა, როდესაც თქვენ მოცხენილი ხართ ან შიშობთ. ეს არ არის მხოლოდ სუბიექტური შეგრძნება, ეს არის რეალური ცვლილება იმაში, თუ როგორ ამუშავებს თქვენი ტვინი დროის ინფორმაციას. 2020 წელს ნეირომეცნიერებმა ბეილორის სამედიცინო კოლეჯიდან ტეხასში აჩვენეს. როდესაც თქვენ განიცდით ინტენსიურ ემოციას, შიშს, აღფრთოვანებას, სიხარულს, თქვენი ტვინი ამუშავებს მეტ ინფორმაციას წამში. ეს ქმნის შეგრძნებას, რომ დრო ნელდება. არა იმიტომ, რომ დრო რეალურად ნელდება, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ტვინი ინახავს მეტ მეხსიერებას ამ პერიოდის შესახებ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ავტომობილის ავარიაში. ავარია გრძელდება მხოლოდ 2 წამს, მაგრამ თქვენთვის ის გრძნობს, რომ გრძელდება 10 წლეულებით. ეს არის იმიტომ, რომ თქვენი ტვინი რეაგირებით საფრთხეზე გადადის მაღალი გადაწყვეტილების რეჟიმში. ის ამუშავებს ყველა დეტალს, ყველა ხმას, ყველა მოძრაობას, ყველა შეგრძნებას. და როდესაც თქვენ მოგვიანებით იხსენებთ ამ მომენტს, თქვენ იხსენებთ უზარმაზარ რაოდენობას დეტალებს. ეს ქმნის ილუზიას, რომ მომენტი გრძელდებოდა დიდხანს, მაგრამ რეალურად მომენტი გრძელდებოდა მხოლოდ 2 წამს. ის რაც შეიცვალა, იყო არა დრო, არამედ თქვენი ტვინის დამუშავების სიჩქარე. და თუ თქვენ უყურებთ სხვა სახეობებს, ხედავთ კიდევ უფრო დიდ ვარიაციებს დროის აღქმაში. ბუზი აღიქვამს დროს 4-ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე ადამიანი. ეს არის იმიტომ, რომ ბუზის ტვინი ამუშავებს ვიზუალურ ინფორმაციას 4-ჯერ უფრო სწრაფად. ბუზისთვის თქვენი მოძრაობები გამოიყურება ნელი, თითქმის გაყინული. ეს არის მიზეზი, რატომ არის ისეთი რთული ბუზის დაჭერა. ბუზი ხედავს თქვენს ხელს, რომელიც მოძრაობს და აქვს საკმარისი დრო, რომ გაფრინდეს. ხოლო ზოგიერთი ცხოველი, როგორიცაა კუ, აღიქვამს დროს უფრო ნელა ვიდრე ადამიანი. კუსთვის სამყარო მოძრაობს უფრო სწრაფად. ეს ნიშნავს, რომ დროის აღქმა არ არის ობიექტური. დროის აღქმა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მუშაობს თქვენი ნერვული სისტემა. ახლა დაფიქრდით, როგორ გამოიყენებთ ამ გაგებას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. თქვენ გეგმავთ მომავალს, თქვენ ადგენთ მიზნებს, თქვენ მუშაობთ რაღაცის მისაღწევად და ყველა ეს აქტივობა დაფუძნებულია იდეაზე, რომ მომავალი არის გაურკვეველი, რომ თქვენი მოქმედებები შეიძლება შეცვალოს მომავალი. მაგრამ თუ ბლოკ სამყარო სწორია, მაშინ მომავალი უკვე არსებობს. თქვენი მოქმედებები არ ქმნიან მომავალს. თქვენი მოქმედებები არის ნაწილი მომავლისა, რომელიც უკვე არსებობს. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი მოქმედებები არ არის მნიშვნელოვანი. ეს ნიშნავს, რომ თქვენი მოქმედებები არის ნაწილი მიზეზ შედეგობრივი ჯაჭვისა, რომელიც აკავშირებს წარსულს მომავალთან. თქვენი მოქმედებები არის ნაწილი სტრუქტურისა, რომელიც არის რეალობა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მსახიობი ფილმში. ფილმი უკვე გადაღებულია, ყველა სცენა არსებობს. მაგრამ როდესაც თქვენ უყურებთ ფილმს, თქვენ განიცდით მას თანმიმდევრობით. თქვენ არ იცით რა მოხდება შემდეგ სცენაში. თქვენ გრძნობთ დაძაბულობას, მოლოდინს, გაოცებას. თქვენი გამოცდილება ფილმის ყურებისა არის რეალური, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი თავად არის ფიქსირებული სტრუქტურა. ანალოგიურად, თქვენი ცხოვრება შეიძლება იყოს ფიქსირებული სტრუქტურა ბლოკ სამყაროში, მაგრამ თქვენი გამოცდილება ცხოვრებისა არის რეალური. თქვენი არჩევანი არის რეალური. თქვენი ემოციები არის რეალური. ყველაფერი ეს არის ნაწილი სტრუქტურისა, რომელიც არის რეალობა. მაშ, როგორ ცხოვრობთ, როდესაც იცით, რომ დრო არის ილუზია? პირველი, თქვენ შეგიძლიათ გაათავისუფლოთ თავი ნანობისგან. წარსული არის ისეთი, როგორიც არის. ის არ შეიძლება შეიცვალოს. ნანობა არის ენერგიის ფუთი. ნანობა არ ცვლის წარსულს. ნანობა მხოლოდ აწუხებს აწმყოს. ამის ნაცვლად თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ წარსული როგორც ნაწილი თქვენი ისტორიისა, როგორც ნაწილი სტრუქტურისა, რომელიც გახდა თქვენ. მეორე, თქვენ შეგიძლიათ გაათავისუფლოთ თავი შიშისგან მომავლის მიმართ. მომავალი უკვე არსებობს. შიში არ ცვლის მომავალს. შიში მხოლოდ აწუხებს აწმყოს. ამის ნაცვლად თქვენ შეგიძლიათ მოემზადოთ მომავლისთვის, გააკეთოთ ის, რაც უნდა გაკეთდეს, მაგრამ ყოველგვარი შფოთვის გარეშე. მესამე, თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ უფრო სრულად აწმოში. თუ წარსული არ შეიძლება შეიცვალოს და მომავალი უკვე არსებობს, მაშინ ერთადერთი მომენტი, რომელიც რეალურად მნიშვნელოვანია, არის ეს მომენტი. არა იმიტომ, რომ სხვა მომენტები არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ ეს მომენტი არის ერთადერთი მომენტი, რომელსაც თქვენ განიცდით. ეს მომენტი არის ერთადერთი მომენტი, სადაც თქვენი ცნობიერება არსებობს. და ამიტომ ეს მომენტი არის ყველაზე ღირებული რამ, რაც გაქვთ. 2024 წელს ფიზიკოსთა ჯგუფმა ვენის უნივერსიტეტიდან ხელმძღვანელობდა პროფესორი ანტონ ცაილინგერი. ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც შეცვალა ყველაფერი, რაც ვიცოდით დროის შესახებ. მათ შექმნეს 2 ფოტონი, რომლებიც იყვნენ კვანტურად გადაჯაჭვულები.
შემდეგ მათ გაგზავნეს ეს ფოტონები ორ სხვადასხვა ლაბორატორიაში, რომლებიც იყვნენ 10 კილომეტრის მოშორებით ერთმანეთისგან. აქ არის გასაოცარი ნაწილი. როდესაც ისინი ზომავდნენ პირველ ფოტონს, მეორე ფოტონის მდგომარეობა იცვლებოდა მყისიერად, არა სინათლის სიჩქარით, არა რაიმე სიგნალის საშუალებით, მყისიერად. და აქ არის კიდევ უფრო გასაოცარი ნაწილი. როდესაც მათ გაანალიზეს მონაცემები, აღმოაჩინეს, რომ მეორე ფოტონის მდგომარეობა იცვლებოდა ადრე ვიდრე პირველი ფოტონი იზომებოდა. არა ფიზიკურად ადრე, არამედ კორელაციის თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ კვანტურ დონეზე ადრე და მოგვიანებით არ არის აბსოლუტური კატეგორიები. ისინი არის ფარდობითი, დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ზომავთ სისტემას. საილინგერმა თქვა: ჩვენ აღმოაჩინეთ, რომ კვანტური გადაჯაჭვა არ პატივს სცემს დროის ისარს. ორი გადაჯაჭვული ნაწილაკი არიან დაკავშირებული გზით, რომელიც ცდება დროს. ისინი არიან ერთი სისტემა, რომელიც არსებობს მიღმა დროისა. ეს არ იყო თეორია, ეს იყო გაზომილი ფაქტი. ექსპერიმენტი გაიმეორა 10 წლეულების განმავლობაში, სხვადასხვა ლაბორატორიებში, სხვადასხვა ქვეყნებში, ყოველთვის იგივე შედეგით. კვანტურ დონეზე დრო არ მუშაობს ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. დრო არ არის ნაკადი, რომელიც მიემართება ერთი მიმართულებით. დრო არის რაღაც უფრო რთული, რაღაც, რაც ჩვენი ყოველდღიური ინტუიცია ვერ იჭერს. მაგრამ თქვენ არ უნდა წახვიდეთ კვანტურ ლაბორატორიაში, რომ დაინახოთ დროის ფარდობითობა. ეს ხდება აქ, დედამიწაზე, ყოველ წამს. 2020 წელს მეცნიერებმა ეროვნული სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა დროის დილატაცია ყოველდღიურ მასშტაბებზე. მათ აირეს 2 ატომური საათი, ყველაზე ზუსტი საათები, რომლებიც ოდესმე შეიქმნა. ეს საათები არის ისეთი ზუსტი, რომ ისინი დაკარგავენ მხოლოდ 1 წამს 10 მილიარდი წლის განმავლობაში. მათ მოათავსეს 1 საათი იატაკზე, მეორე საათი მოათავსეს მაგიდაზე, 1 მეტრის სიმაღლეზე იატაკი და 24 საათის შემდეგ. მათ შეადარეს საათები. საათი მაგიდაზე იყო წინ, არა ბევრით, მხოლოდ 32 ნანოწამით. მაგრამ ეს იყო ზუსტად ის განსხვავება, რომელსაც აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია პროგნოზირებდა. რატომ? იმიტომ რომ საათი მაგიდაზე იყო უფრო შორს დედამიწის ცენტრიდან. გრავიტაციული ველი იყო ოდნავ უფრო სუსტი და ამიტომ დრო გადიოდა ოდნავ უფრო სწრაფად. ეს ნიშნავს, რომ თქვენი თავი მოხუცდება უფრო სწრაფად, ვიდრე თქვენი ფეხები. განსხვავება არის მიკროსკოპული, მაგრამ ის არის რეალური. დრო არ არის ერთნაირი თქვენი სხეულის ყველა ნაწილისთვის და აქ არის პრაქტიკული გამოყენება. GPS სისტემა, რომელსაც თქვენ იყენებთ ყოველდღე თქვენს ტელეფონში, მუშაობს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ითვალისწინებს დროის დილატაციას. GPS სატელიტები მოძრაობენ ორბიტაზე დაახლოებით 20,000 კილომეტრის სიმაღლეზე დედამიწის ზედაპირიდან. ამ სიმაღლეზე გრავიტაციული ველი არის უფრო სუსტი ვიდრე დედამიწის ზედაპირზე. ამიტომ დრო გადის უფრო სწრაფად სატელიტებზე. განსხვავება არის დაახლოებით 35 მიკროწამი დღეში. ეს არ ჟრეს ბევრად, მაგრამ GPS სისტემა საჭიროებს ნანოწამის სიზუსტეს. თუ თქვენ არ გაითვალისწინებთ დროის დილატაციას, GPS სისტემა დააგროვებს შეცდომას დაახლოებით 10 კილომეტრის დღეში. ერთი კვირის შემდეგ თქვენი GPS გეტყვით, რომ თქვენ ხართ სხვა ქალაქში. ამიტომ GPS სისტემა აკეთებს კორექციას. ის აჩქარებს საათებს დედამიწაზე, ან ანელებს საათებს სატელიტებზე, რათა დარჩეს სინქრონიზებული. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ იყენებთ GPS, თქვენ იყენებთ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის თეორიას. თქვენ იყენებთ ფაქტს, რომ დრო არ არის აბსოლუტური. დრო არის ფარდობითი, დამოკიდებული გრავიტაციაზე და მოძრაობაზე. ეს არ არის აბსტრაქტული ფიზიკა, ეს არის ტექნოლოგია, რომელსაც თქვენ იყენებთ ყოველდღე. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიემართებით შავ ხვრელს. შავი ხვრელი არის რეგიონი სივრცე დროში, სადაც გრავიტაცია არის ისეთი ძლიერი, რომ არაფერი თუნდაც სინათლე ვერ გაქცევა. როდესაც თქვენ უახლოვდებით შავ ხვრელს, დრო იწყებს ნელდებას. არა სუბიექტურად, არა თქვენი აღქმით, ობიექტურად. თუ თქვენ იყავით კოსმოსურ ხომალდში, რომელიც მოძრაობს შავი ხვრელისკენ და თქვენი მეგობარი იყო სხვა ხომალდში, რომელიც რჩება უსაფრთხო მანძილზე, თქვენი მეგობარი დაინახავდა, რომ თქვენი ხომალდი ნელდება და ნელდება, როგორც უახლოვდებით მოვლენის ჰორიზონტს, საზღვას, საიდანაც სინათლე ვერ გაქცევ. თქვენთვის ხომალდში ყველაფერი გძნობს ნორმალურად. თქვენი საათი ტიკ-ტაკს აკეთებს ნორმალურად. თქვენი გული ცემს ნორმალურად. თქვენი აზრები მიედინებიან ნორმალურად. მაგრამ თქვენი მეგობრისთვის, რომელიც უყურებს შორიდან, თქვენ გამოიყურებით როგორც გარყინული. თქვენი მოძრაობები ხდება უფრო და უფრო ნელი. თქვენი საათი ტიკ-ტაკს აკეთებს უფრო და უფრო ნელა. და როდესაც თქვენ აღწევთ მოვლენის ჰორიზონტს, თქვენი მეგობრისთვის თქვენ გაკინულ ხართ დროში. თქვენ არასოდეს არ გადაგვეთ ჰორიზონტს. თქვენ დარჩებით იქ, გატყინული, სამუდამოდ. მაგრამ თქვენთვის თქვენ გადაგვეთ ჰორიზონტს რამდენიმე წამში. არ არსებობს პარადოქსი.
ორივე პერსპექტივა არის სწორი. დრო უბრალოდ არის ფარდობითი. სტივენ ჰოკინგმა, ბრიტანელმა თეორიულმა ფიზიკოსმა 1974 წელს აღმოაჩინა რაღაც გასაოცარი. შავი ხვრელებები არ არიან სრულიად შავი. ისინი გამოსხივებენ რადიაციას. ეს რადიაცია, რომელსაც ახლა ეწოდება ჰოკინგის გამოსხივება, წარმოიქმნება კვანტური ეფექტებიდან მოვლენის ჰორიზონტის მახლობლად. და აქ არის გასაოცარი ნაწილი. ჰოკინგის გამოსხივება ნიშნავს, რომ შავი ხვრელები ნელ-ნელა კარგავენ მასას. ისინი აორთქლდებიან. ძალიან დიდი შავი ხვრელი, მასით მილიარდჯერ მეტი ვიდრე მზე, აორთქლდება დაახლოებით 10-60 წლის განმავლობაში. ეს არის 1, რომელსაც მოსდევს 70 ნული. ეს არის დრო, რომელიც ისეთი გრძელია, რომ ჩვენი ტვინი ვერ იჭერს მას. მაგრამ აქ არის კითხვა. რა ხდება დროსთან შავი ხვრელის შიგნით? როდესაც თქვენ გადაკვეთთ მოვლენის ჰორიზონტს, სივრცე და დრო იცვლებიან როლებს. ის, რაც იყო სივრცითი მიმართულება, ხდება დროითი მიმართულება. ის, რაც იყო დროითი მიმართულება, ხდება სივრცითი მიმართულება. ეს ნიშნავს, რომ შავი ხვრელის შიგნით თქვენ არ შეგიძლიათ აირიდოთ მოძრაობა სინგულარობისკენ, წერტილისკენ უსასრულო სიმკვრივისა ცენტრში. ისევე როგორც თქვენ არ შეგიძლიათ აირიდოთ მოძრაობა მომავლისკენ ჩვეულებრივ სივრცე დროში, თქვენ არ შეგიძლიათ აირიდოთ მოძრაობა სინგულარობისკენ შავი ხვრელის შიგნით. სინგულარობა არის თქვენი მომავალი, არა თქვენი ადგილი. ეხლა გაზარდეთ მასშტაბი კოსმოლოგიურ დონემდე. 2011 წელს ფიზიკოსთა ჯგუფმა ნობელის პრემია მიიღო აღმოჩენისთვის, რომ სამყაროს გაფართოება აჩქარებს. ეს იყო გასაოცარი აღმოჩენა. ყველა ელოდა, რომ გრავიტაცია ანელებდა გაფართოებას, მაგრამ დაკვირვებები აჩვენა საპირისპიროს. გალაქტიკები მოშორდებიან ერთმანეთს უფრო და უფრო სწრაფად. რაღაც უბიძგებს სამყაროს გაფართოებას. ფიზიკოსებმა უწოდეს ამ რაღაცას მუქი ენერგია. არავინ იცის რა არის მუქი ენერგია. არავინ იცის საიდან მოდის ის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის შეადგენს დაახლოებით 70% სამყაროს მთლიანი ენერგიისა. და აქ არის კავშირი დროსთან. თუ სამყარო გაგრძელდება გაფართოებას სამუდამოდ, მაშინ მომავალში გალაქტიკები იქნებიან ისეთი შორს ერთმანეთისგან, რომ სინათლე ერთი გალაქტიკიდან არასოდეს მიაღწევს მეორეს. ყოველი გალაქტიკა იქნება იზოლირებული, მარტოხელა კუნძულის სივრცე დროში. და ამ გალაქტიკებში ასტრონომები ვერ დაინახავენ სხვა გალაქტიკებს. ისინი ვერ დაინახავენ მტკიცებულებას დიდი აფეთქებისა. ისინი ვერ დაინახავენ, რომ სამყარო ფართოვდება. მათთვის სამყარო გამოიყურება სტატიკურად, უცვლელად, მარადიულად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი გაგება სამყაროს შესახებ დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის ვცხოვრობთ. თუ ჩვენ ცხოვრობდით ტრილიონი წლის შემდეგ, ჩვენ ვიქნებოდით სრულიად განსხვავებულ სამყაროში, სადაც დრო გამოიყურებაროში, სადაც დრო გამოიყურება სრულიად განსხვავებულად. ახლა ჩაყვინთეთ მასშტაბში საპირისპირო მიმართულებით. წადით უმცირეს შესაძლო მასშტაბზე. პლანკის სიგრძე არის დაახლოებით 10-35 მეტრი. ეს არის ისეთი პატარა, რომ თუ თქვენ გაზარდავთ ატომს ზომამდე სამყაროსი, პლანკის სიგრძე იქნება ზომის ხის. და პლანკის დრო არის დრო, რომელიც სჭირდება სინათლეს, რომ გაიაროს პლანკის სიგრძე. ეს არის დაახლოებით 10-54 წამი. ეს არის უმცირესი დროის ინტერვალი, რომელსაც აქვს ფიზიკური მნიშვნელობა. ამ მასშტაბზე კვანტური ეფექტები ხდება ისეთი ძლიერი, რომ სივრცე დრო თავად იწყებს ქაოსურად ქცევას. სივრცე დრო აღარ არის გლუვი ქსოვილი. ის ხდება ქაფი, ბუშტებით და ხვრელებით, რომლებიც ყალიბდებიან და ქრებიან. ჯონ უილერმა, ამერიკელმა ფიზიკოსმა, უწოდა ამას კვანტური ქაფი. და ამ მასშტაბზე დრო კარგავს მნიშვნელობას. არ არსებობს ადრე და მოგვიანებით პლანკის დროზე ქვემოთ. არსებობს მხოლოდ ალბათობები, კვანტური რყევები, რომლებიც არ არიან ორგანიზებული დროის თანმიმდევრობაში. ეს ნიშნავს, რომ დრო, როგორც ჩვენ ვიცნობთ მას, არ არსებობს ფუნდამენტურ დონეზე. დრო არის ემერგენტული თვისება, რომელიც წარმოიქმნება, როდესაც თქვენ გადადიხართ პლანკის მასშტაბიდან მაკროსკოპულ მასშტაბზე. კარლო როველი და მისი კოლეგები მუშაობენ თეორიაზე, რომელსაც ეწოდება ლუპ, კვანტური გრავიტაცია. ეს თეორია ცდილობს გააერთიანოს კვანტური მექანიკა და ზოგადი ფარდობითობა. და ამ თეორიაში დრო საერთოდ არ არსებობს ფუნდამენტურ დონეზე. ფუნდამენტურ დონეზე არსებობს მხოლოდ კვანტური მდგომარეობები და ურთიერთობები მათ შორის. დრო წარმოიქმნება, როდესაც თქვენ უყურებთ ამ კვანტურ მდგომარეობებს მაკროსკოპული პერსპექტივიდან. როდესაც თქვენ აერთიანებთ უზარმაზარ რაოდენობას კვანტურ მდგომარეობებს, ისინი ქმნიან ემერგენტულ თვისებას, რომელსაც ჩვენ უწოდებთ დროს. წარმოიდგინეთ ტემპერატურა. ტემპერატურა არის მაკროსკოპული თვისება. ფუნდამენტურ დონეზე არ არსებობს ტემპერატურა. არსებობს მხოლოდ ატომები, რომლებიც მოძრაობენ. როდესაც თქვენ აერთიანებთ მილიარდობით ატომს, მათი საშუალო კინეტიკური ენერგია ქმნის ემერგენტულ თვისებას, რომელსაც ჩვენ უწოდებთ ტემპერატურას.
ანალოგიურად დრო შეიძლება იყოს ემერგენტული თვისება, რომელიც წარმოიქმნება, როდესაც თქვენ აერთიანებთ უზარმაზარ რაოდენობას კვანტურ მდგომარეობებს. ფუნდამენტურ დონეზე არ არსებობს დრო. არსებობს მხოლოდ კვანტური მდგომარეობები და ურთიერთობები მათ შორის. სხვა მიდგომა არის string თეორია. String თეორია ამბობს, რომ ფუნდამენტური შემადგენლობა სამყაროსი არ არის ნაწილაკები. ფუნდამენტური შემადგენლობა არის პატარა ვიბრირებადი strings, სიმები. ეს სიმები არიან ისეთი პატარა, რომ ისინი არიან პლანკის სიგრძის მასშტაბზე. და სხვადასხვა ვიბრაციის რეჟიმები ამ სიმებისა შეესაბამება სხვადასხვა ნაწილაკებს, ელექტრონებს, კვარკებს, ფოტონებს. String თეორიაში სივრცე დრო არ არის ფუნდამენტური. სივრცე დრო არის ემერგენტული თვისება, რომელიც წარმოიქმნება ურთიერთქმედებიდან strings შორის. და თუ სივრცე დრო არის ემერგენტული, მაშინ დრო ასევე არის ემერგენტული. ბრაიან გრინმა, ამერიკელმა ფიზიკოსმა, კოლუმბიის უნივერსიტეტიდან 2004 წელს გამოაქვეყნა წიგნი ქსოვილი კოსმოსისა, სადაც ის ხსნის: String თეორიაში დრო არ არის ფუნდამენტური. დრო არის ემერგენტული თვისება, რომელიც წარმოიქმნება, როდესაც strings ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან. ფუნდამენტურ დონეზე არსებობს მხოლოდ strings და მათი ვიბრაციები. დრო წარმოიქმნება, როდესაც თქვენ უყურებთ ამ strings მაკროსკოპული პერსპექტივიდან. ეხლა განიხილეთ ჰოლოგრაფიული პრინციპი. ეს პრინციპი, რომელიც ჩამოაკალიბა ჯერარდ თოფტმა და ლეონარდ სასკინდმა 1995 წელს ამბობს: ყველა ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სამგანზომილებიანი რეგიონის სივრცეში, შეიძლება დაიწეროს ორგანზომილებიან ზედაპირზე, რომელიც ზღუდავს ამ რეგიონს. ეს არის ისეთივე, როგორც ჰოლოგრამა. ჰოლოგრამა არის ორგანზომილებიანი სურათი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სამგანზომილებიანი ობიექტის შესახებ. ჰოლოგრაფიული პრინციპი ამბობს, რომ სამყარო შეიძლება იყოს ჰოლოგრამა. ყველა ინფორმაცია სამყაროს შესახებ, შაროს შესახებ, შეიძლება დაიწეროს ორგანზომილებიან ზედაპირზე სამყაროს საზღვარზე. და აქ არის კავშირი დროსთან. თუ სამყარო არის ჰოლოგრამა, მაშინ დრო შეიძლება იყოს ილუზია, რომელიც წარმოიქმნება იმ გზიდან, როგორც ჩვენ კითხულობთ ინფორმაციას ამ ჰოლოგრამიდან. ფუნდამენტურ დონეზე ყველა ინფორმაცია არსებობს ერთდროულად ორგანზომილებიან ზედაპირზე. მაგრამ როდესაც ჩვენ კითხულობთ ამ ინფორმაციას, ჩვენ ვაშენებთ სამგანზომილებიან რეალობას დროით განზომილებით. დრო არის ემერგენტული თვისება, რომელიც წარმოიქმნება იმ გზიდან, როგორც ჩვენ ვაშენებთ სამგანზომილებიან რეალობას ორგანზომილებიანი ინფორმაციისგან. ჯუან მალდასენამ, არგენტინელმა ფიზიკოსმა 1997 წელს აღმოაჩინა რაღაც გასაოცარი. არსებობს მათემატიკური შესაბამისობა ორ სრულიად განსხვავებულ თეორიას შორის. ერთი თეორია აღწევს გრავიტაციას სამგანზომილებიან სივრცეში, მეორე თეორია აღწევს კვანტურ ველებს ორგანზომილებიან ზედაპირზე. ეს შესაბამისობა, რომელსაც ეწოდება ADS-CFT შესაბამისობა, აჩვენებს, რომ ეს ორი თეორია არის ეკვივალენტური. ისინი აღწერენ იგივე ფიზიკას სხვადასხვა ენებზე. და აქ არის გასაოცარი ნაწილი. თეორიაში, რომელიც აღწერს ორგანზომილებიან ზედაპირს, არ არსებობს გრავიტაცია, არ არსებობს სივრცე-დროის მოხრა. არ არსებობს დრო ისე, როგორც ჩვენ ვიცნობთ მას. მაგრამ როდესაც თქვენ თარგმნით ამ თეორიას სამგანზომილებიან ენაზე, გრავიტაცია, სივრცე, დრო და დრო წარმოიქმნებიან. ეს ნიშნავს, რომ გრავიტაცია და დრო შეედრო შეიძლება იყოს ემერგენტული თვისებები. ისინი არ არიან ფუნდამენტური. ისინი წარმოიქმნებიან, როდესაც თქვენ უყურებთ კვანტურ სისტემას გარკვეული პერსპექტივიდან. ფუნდამენტურ დონეზე არსებობს მხოლოდ კვანტური ველები და მათი ურთიერთქმედებები. გრავიტაცია და დრო წარმოიქმნებიან, როდესაც თქვენ აერთიანებთ უზარმაზარ რაოდენობას კვანტურ მდგომარეობებს. ახლა დაბრუნდეთ ენტროპიაზე. 2022 წელს ფიზიკოსთა ჯგუფმა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტიდან გერმანიიდან ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც აჩვენა დროის ისრის კავშირი ენტროპიასთან. მათ შექმნეს მიკროსკოპული სისტემა, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ნაწილაკისგან. შემდეგ მათ დააკვირდნენ, როგორ ვითარდებოდა ეს სისტემა დროში. მათ აღმოაჩინეს, როდესაც სისტემა იყო იზოლირებული გარემოსგან, ენტროპია არ იზრდებოდა მონოტონურად. ენტროპია რკევდა ზემოთ და ქვემოთ. ზოგჯერ ენტროპია იზრდებოდა, ზოგჯერ ენტროპია მცირდებოდა. და როდესაც ენტროპია მცირდებოდა, დროის ისარი ეფექტურად შებრუნდებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ დრო რეალურად უკან მიდიოდა. ეს ნიშნავს, რომ დროის ისარი შეგრძნება ადრე და მოგვიანებით დაკავშირებულია ენტროპიის ზრდასთან. როდესაც ენტროპია იზრდება, ჩვენ გვგრძნობთ, რომ დრო მიემართება წინ. როდესაც ენტროპია მცირდება, ჩვენ გვგრძნობდით, რომ დრო მიემართება უკან. მაგრამ ფუნდამენტურად არ არსებობს წინ და უკან. არსებობს მხოლოდ ცვლილებები ენტროპიაში. და ეს ცვლილებები ქმნიან ილუზიას დროის მიმართულებისა. 2023 წელს ფიზიკოსებმა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან ჩაატარეს ექსპერიმენტი კვანტურ კომპიუტერზე, რომელმაც აჩვენა რაღაც გასაოცარი.
მათ შექმნეს კვანტური სისტემა, რომელიც ვითარდებოდა წინ დროში. შემდეგ მათ გამოიყენეს სპეციალური ალგორითმი, რომელმაც შებრუნა ეს ევოლუცია. სისტემა დაბრუნდა თავის საწყის მდგომარეობაში. ეს იყო თითქოს დრო უკან მიდიოდა. მაგრამ რეალურად ის, რაც მოხდა, იყო ალგორითმმა შექმნა კორელაციები კვანტურ მდგომარეობებს შორის, რომლებმაც ეფექტურად შებრუნეს ენტროპიის ზრდა. ეს აჩვენებს, რომ დროის ისარი არ არის ფუნდამენტური. დროის ისარი არის ემერგენტული თვისება, რომელიც დამოკიდებულია ენტროპიაზე და კორელაციებზე კვანტურ სისტემაში. ყველა ფუნდამენტური კანონი ფიზიკისა, ნიუტონის კანონები, მაქსველის განტოლებები, აინშტაინის ველის განტოლებები, შრედინგერის განტოლება არის სიმეტრიული დროში. თუ თქვენ შეცვლით თეით ამ განტოლებებში, ისინი კვლავ მუშაობენ. ეს ნიშნავს, რომ ფუნდამენტურ დონეზე არ არსებობს განსხვავება წარსულსა და მომავალს შორის. ფიზიკის კანონები არ ამბობენ, რომ დრო უნდა მიემართებოდეს ერთი მიმართულებით. ისინი ამბობენ, რომ დრო შეიძლება მიემართებოდეს ორივე მიმართულებით. მაშინ რატომ ხედავთ დროის ისარს? რატომ ხედავთ, რომ ენტროპია ყოველთვის იზრდება? პასუხი არის, იმიტომ რომ სამყარო დაიწყო მდგომარეობიდან ძალიან დაბალი ენტროპიით. დიდი აფეთქება იყო მდგომარეობა ძალიან დაბალი ენტროპიით და მას შემდეგ ენტროპია იზრდება. ეს ზრდა ქმნის დროის ისარს. მაგრამ რატომ დაიწყო სამყარო მდგომარეობიდან დაბალი ენტროპიით? ეს არის ერთ-ერთი უდიდესი გამოუხსნელი კითხვა კოსმოლოგიაში. ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, ეს იყო შემთხვევითობა. სამყარო უბრალოდ მოხდა, რომ დაიწყო მდგომარეობიდან დაბალი ენტროპიით. სხვა ფიზიკოსები ამბობენ, არა, უნდა იყოს მიზეზი. შესაძლოა არსებობს ღრმა პრინციპი, რომელიც განსაზღვროს, რომ სამყარო უნდა დაიწყოს მდგომარეობიდან დაბალი ენტროპიით. მაგრამ ჯერჯერობით არავინ იცის პასუხი. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ არსებობს მრავალი სამყარო. ყოველი სამყარო იწყება თავისი საკუთარი დიდი აფეთქებით. ზოგიერთ სამყაროში ენტროპია იზრდება, სხვა სამყაროებში ენტროპია მცირდება. ან შესაძლოა ზოგიერთ სამყაროში ენტროპია იზრდება ერთი მიმართულებით, შემდეგ იწყებს მცირდებას. ყოველ სამყაროში ცნობიერი არსებები, რომლებიც ვითარდებიან, განიცდიან დროის ისარს იმ მიმართულებით, რომელშიც ენტროპია იზრდება. ამიტომ ყოველ სამყაროში ცნობიერი არსებები ფიქრობენ, რომ დრო მიემართება წინ. მაგრამ წინ არის ფარდობითი. წინ არის მიმართულება, რომელშიც ენტროპია იზრდება. სხვა სამყაროში, სადაც ენტროპია იზრდება საპირისპირო მიმართულებით, ცნობიერი არსებები განიცდიან დროის ისარს საპირისპირო მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ დროის ისარი არ არის ფუნდამენტური თვისება სამყაროსი. დროის ისარი არის ფარდობითი თვისება, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვითარდება ენტროპია. და თუ არსებობს მრავალი სამყარო სხვადასხვა დროის ისრებით, მაშინ დრო როგორც უნივერსალური კონცეფცია კარგავს მნიშვნელობას. დრო ხდება ლოკალური თვისება, რა რომელიც დამოკიდებულია კონკრეტულ სამყაროზე, კონკრეტულ რეგიონზე სივრცე დროში. სტივენ ჰოკინგმა ასევე აღმოაჩინა პარადოქსი, რომელიც დაკავშირებულია დროსთან და ინფორმაციასთან. როდესაც ობიექტი ეცემა შავ ხრელში, ის ატარებს ინფორმაციას თავისი მასის, მუხტის, სპინის შესახებ. მაგრამ როდესაც შავი ხრელი აორთქლდება ჰოკინგის გამოსხივების საშუალებით, ეს ინფორმაცია როგორც ჩანს იკარგება. ეს ეწინააღმდეგება კვანტური მექანიკის ფუნდამენტურ პრინციპს. ინფორმაცია არ შეიძლება განადგურდეს. ეს პარადოქსი, რომელსაც ეწოდება ინფორმაციის პარადოქსი შავ ხრელებში, აწუხებს ფიზიკოსებს 10 წლეულების განმავლობაში. 2020 წელს ფიზიკოსებმა შემოგთავაზეს გადაწყვეტა. შესაძლოა ინფორმაცია არ იკარგება. შესაძლოა ინფორმაცია ინახება მოვლენის ჰორიზონტზე, ორგანზომილებიან ზედაპირზე, რომელიც ზღუდავს შავ ხრელს. და როდესაც შავი ხრელი აორთქლდება, ინფორმაცია გამოიყოფა ჰოკინგის გამოსხივებაში. მაგრამ აქ არის გასაოცარი ნაწილი. თუ ინფორმაცია ინახება მოვლენის ჰორიზონტზე, მაშინ დრო შავი ხრელის შიგნით შეიძლება იყოს ილუზია. ფუნდამენტურად ყველა ინფორმაცია არსებობს ორგანზომილებიან ზედაპირზე. სამგანზომილებიანი მშაომილებიანი ინტერიერი შავი ხრელისა დროით განზომილებით შეიძლება იყოს ჰოლოგრაფიული პროექცია ამ ორგანზომილებიანი ინფორმაციისა. 2025 წელს ფიზიკოსებმა Google-ის კვანტური AI ლაბორატორიიდან შექმნეს უფრო სტაბილური დროის კრისტალი. მათ გამოიყენეს კვანტური კომპიუტერი 235 კუბიტით. მათ შექმნეს სისტემა, რომელიც რხეოდა პერიოდულად, ბრუნდებოდა თავის საწყის მდგომარეობაში განუწყვეტლივ საათების განმავლობაში. ეს იყო სტრუქტურა, რომელიც მემეორდებოდა დროში. სტრუქტურა, რომელიც არღვევდა ჩვეულებრივ ინტუიციას დროის შესახებ. დროის კრისტალი აჩვენებს, რომ დრო არ არის მარტივი, ერთმიმართულებიანი ნაკადი. დრო შეიძლება იყოს ციკლური, მეორადი, რთული. 2026 წელს იანვარში ფიზიკოსთა ჯგუფმა ტოკიოს უნივერსიტეტიდან ჩაატარა ყველაზე ზუსტი გაზომვა დროის დილატაციისა.
მათ გამოიყენეს ახალი თაობის ატომური საათები, რომლებიც იყვნენ 10 ჯერ უფრო ზუსტი ვიდრე წინა თაობის საათები. მათ მოათავსეს 1 საათი იატაკზე. მეორე საათი მოათავსეს მხოლოდ 1 სანტიმეტრის სიმაღლეზე და მათ გაზომეს განსხვავება. განსხვავება იყო მხოლოდ რამდენიმე ატოწამი, 10 აღმა - 18 წამი. მაგრამ ეს იყო გაზომადი, ეს იყო რეალური. დრო რეალურად გადის სხვადასხვა სიჩქარით მხოლოდ 1 სანტიმეტრის განსხვავებით სიმაღლეში. ეს ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ დროის ფარდობითობა არ არის მხოლოდ თეორია. ეს არ არის მხოლოდ ეფექტი, რომელიც ხდება ექსტრემალურ პირობებში, ახლოს სინათლის სიჩქარესთან, ახლოს შავ ხვრელებთან. დროის ფარდობითობა ხდება აქ, ახლა, ყოველდღიურ მასშტაბებზე. თქვენი თავი რეალურად მოხუცდება უფრო სწრაფად, ვიდრე თქვენი ფეხები. განსხვავება არის მიკროსკოპული, მაგრამ ის არის რეალური. და ეს რეალობა სulis ყველაფერს, რაც ვიცით დროის შესახებ. მესმის რას ფიქრობთ ახლა? ეს ყველაფერი ჟრერს როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა. ეს ჟრერს როგორც ფილოსოფიური სპეკულაცია, რომელსაც არ აქვს კავშირი რეალურ ცხოვრებასთან. როგორ შეიძლება დრო იყოს ილუზია, როდესაც ჩვენ გვგრძნობთ მას ყოველ წამს? როგორ შეიძლება წარსული, აწმყო და მომავალი არსებობდეს ერთდროულად, როდესაც ჩვენი მთელი გამოცდილება გვეუბნება საპირისპიროს? და აქ უნდა ვიყოთ სრულიად გულწრფელები. ეს სკეპტიციზმი არის ჯანსაღი. ეს სკეპტიციზმი არის რის აუცილებელი. რადგან ისტორია სავსეა ფსევდომეცნიერული იდეებით, რომლებიც იყენებდნენ ფიზიკის ტერმინოლოგიას, რათა გაეყიდათ მისტიკური კონცეფციები. მაგრამ აქ არის კრიტიკული განსხვავება. ის, რაზეც ვსაუბრობთ, არ არის ფილოსოფია. ეს არ არის მისტიკა. ეს არ არის კვანტური მისტიციზმი, რომელიც ცდილობს გამოიყენოს კვანტური მექანიკა ყველაფრის ასახსნელად, ტელეპათიიდან ასტროლოგიამდე. ის, რაზეც ვსაუბრობთ, არის მკაცრი მეცნიერება, დაფუძნებული ექსპერიმენტებზე, გაზომვებზე, მათემატიკურ მტკიცებულებებზე. ყოველი ფაქტი, რომელიც აქ მოყვანილია, არის გამოქვეყნებული რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალებში. ყოველი ექსპერიმენტი გაიმეორა დამოუკიდებელი ლაბორატორიების მიერ. ეს არის არარწმენა. ეს არის ცოდვა, მაგრამ და ეს არის უზარმაზარი მაგრამ. ჩვენ ასევე უნდა ვაღიაროთ, რას არ ვიცით. კარლო როველი, რომელიც არის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი დროის ფიზიკაში, ღიად ამბობს: ჩვენ არ ვიცით რა არის დრო ფუნდამენტურ დონეზე. ჩვენ გვაქვს თეორიები, ჩვენ გვაქვს ექსპერიმენტები, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს სრული სურათი. ლუპ კვანტური გრავიტაცია, სტრინგ თეორია, ჰოლოგრაფიული პრინციპი. ყველა ეს თეორია არის მუშაობის პროცესში. ისინი არის საუკეთესო მოდელები, რომლებიც გვაქვს ახლა, მაგრამ ისინი არ არის საბოლოო პასუხი. მეცნიერება არ იძლევა საბოლოო პასუხებს. მეცნიერება იძლევა საუკეთესო მიახლოებებს, რომლებიც გვაქვს მოცემულ მომენტში. და აქ არის რაღაც ლამაზი მეცნიერების შესახებ. მეცნიერება არის თვითკორექტირებადი. როდესაც ახალი მტკიცებულება გამოჩნდება, თეორიები იცვლება. 1915 წელს ნიუტონის ფიზიკა ჩანდა სრულყოფილად. შემდეგ მოვიდა აინშტაინი და აჩვენა, რომ ნიუტონის ფიზიკა იყო მიახლოება, რომელიც მუშაობდა დაბალ სიჩქარეებზე და სუსტ გრავიტაციულ ველებში. ახლა ჩვენ ვიცით, რომ აინშტაინის თეორია ასევე არის მიახლოება. ის მუშაობს ბრწყინვალედ მაკროსკოპულ მასშტაბებზე, მაგრამ ის არ მუშაობს კვანტურ დონეზე. ჩვენ ველოდებით ახალ თეორიას, რომელიც გააერთიანებს კვანტურ მექანიკას და ზოგად ფარდობითობას. და ეს თეორია, როდესაც მოვა, შეიძლება კიდევ უფრო რადიკალურად შეცვალოს ჩვენი გაგება დროის შესახებ. მაგრამ აქ და ახლა, 2026 წლის თებერვალში, ჩვენ მდგავართ გასაოცარ წერტილში ადამიანის ცოდნის ისტორიაში. პირველად, ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ თეორიები, არამედ ექსპერიმენტული მტკიცებულება იმისა, რომ დრო არ არის ის, რასაც ჩვენ ვფიქრობდით. პირველად, ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ დროის დილატაცია ყოველდღიურ მასშტაბებზე. პირველად, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ კვანტური სისტემები, რომლებიც არღვევენ ჩვეულებრივ ინტუიციას დროის შესახებ. პირველად, ჩვენ გვაქვს მათემატიკური ჩარჩო, რომელიც აჩვენებს, როგორ შეიძლება დრო იყოს ემერგენტული თვისება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ადამიანი მე-16 საუკუნეში. თქვენ გჯერათ, რომ დედამიწა არის ბრტყელი. თქვენ გჯერათ, რომ მზე ბრუნავს დედამიწის გარშემო. თქვენ გჯერათ, რომ ვარსკვლავები არის პატარა შუქები, რომლებიც მიმაგრებულია ცის გუმბათზე. შემდეგ მოდის გალილეო გალილეი თავისი ტელესკოპით. ის გიჩვენებთ იუპიტერის მთვარეებს, ის გიჩვენებთ ვენერას ფაზებს, ის გიჩვენებთ, რომ ვარსკვლავები არის მზეები, რომლებიც არიან უზარმაზარ მანძილზე და თქვენი მთელი სამყაროს ხედვა იცვლება. არა იმიტომ, რომ გალილეო გეუბნებათ, რომ დედამიწა არის მრგვალი, არამედ იმიტომ, რომ ის გიჩვენებთ მტკიცებულებას, რომელსაც თქვენ თვითონ შეგიძლიათ დაინახოთ. ახლა ჩვენ ვართ ანალოგიურ მომენტში დროის შესახებ. ჩვენ ხედავთ მტკიცებულებას, დავთ მტკიცებულებას, არა ფილოსოფიურ არგუმენტებს, არამედ ექსპერიმენტულ მონაცემებს, რომ დრო არ არის ფუნდამენტური. დრო არის ემერგენტული. დრო არის ილუზია,
რომელიც წარმოიქმნება იმ გზიდან, როგორც ჩვენი ტვინი ამუშავებს ინფორმაციას, როგორც ენტროპია იზრდება, როგორც კვანტური მდგომარეობები აერთიანდებიან მაკროსკოპულ რეალობაში. და აქ ჩვენ მივდივართ ყველაზე ღრმა კითხვამდე. თუ დრო არის ილუზია, მაშინ რა არის რეალური? რა არის ის ფუნდამენტური რეალობა, რომელიც ქმნის ამ ილუზიას? ფიზიკოსები გვთავაზობენ რამდენიმე პასუხს. ზოგიერთი ამბობს, რეალური არის კვანტური მდგომარეობები და ურთიერთობები მათ შორის. დრო წარმოიქმნება, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით ამ მდგომარეობებს მაკროსკოპული პერსპექტივიდან. სხვები ამბობენ, რეალური არის ინფორმაცია. სამყარო არის ინფორმაციის დამუშავების სისტემა და დრო არის გზა, როგორც ეს ინფორმაცია ორგანიზდება. კიდევ სხვები ამბობენ, რეალური არის სივრცე-დროის ქსოვილი და დრო არის ერთი განზომილება ამ ქსოვილში, არანაკლებ რეალური, ვიდრე სივრცის განზომილებები. ბები. მაგრამ ყველა ეს პასუხი აღიარებს ერთ ფუნდამენტურ ფაქტს. ჩვენი ყოველდღიური გამოცდილება დროისა არ არის ფუნდამენტური რეალობა. ჩვენი გამოცდილება არის კონსტრუქცია, მოდელი, რომელსაც ჩვენი ტვინი აშენებს. და ეს მოდელი, თუმცა ძალიან სასარგებლო ყოველდღიური ცხოვრებისთვის, არ არის ზუსტი აღწერა რეალობისა. ეს არის ისეთივე, როგორც ნიუტონის ფიზიკა. ის მუშაობს ბრწყინვალედ ყოველდღიურ მასშტაბებზე, მაგრამ ის არ არის ზუსტი აღწერა რეალობისა ექსტრემალურ პირობებში. 2026 წლის იანვარში, მხოლოდ ერთი თვის წინ, ფიზიკოსთა ჯგუფმა მაქს პლანკის ინსტიტუტიდან გერმანიიდან გამოაქვეყნა კვლევა, რომელმაც აჩვენა რაღაც გასაოცარი. მათ შექმნეს კვანტური სიმულაცია, რომელიც მოდელირებდა ძალიან ადრეულ სამყაროს, პირველ 10 აღმა -44 წამში დიდი აფეთქების შემდეგ. ამ მასშტაბზე სივრცე-დრო არ არსებობს როგორც გლუვი ქსოვილი. სივრცე-დრო არის კვანტური ქაფი, ბუშტებით და რქევებით. და მათ აღმოაჩინეს, ამ კვანტურ ქაფში არ არსებობს დრო. არსებობს მხოლოდ კვანტური მდგომარეობები, რომლებიც ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან. მაგრამ როდესაც სამყარო ფართოვდება და ცივდება, როდესაც კვანტური რქევები იწყებენ აერთიანებას უფრო დიდ სტრუქტურებში, რაღაც გასაოცარი ხდება. დრო წარმოიქმნება. არა როგორც ფუნდამენტური თვისება, არამედ როგორც ერთემერგენტული თვისება. ისევე როგორც ტემპერატურა წარმოიქმნება, როდესაც თქვენ აერთიანებთ მილიარდობით ატომს, დრო წარმოიქმნება, როდესაც თქვენ აერთიანებთ უზარმაზარ რაოდენობას კვანტურ მდგომარეობებს. და ეს წარმოშობა არის ერთმიმართულებიანი. როდესაც დრო წარმოიქმნება, ის წარმოიქმნება დროის ისრით, მოისისრით, მიმართულებით, რომელიც მიემართება დაბალი ენტროპიიდან მაღალი ენტროპიისკენ. და აქ ჩვენ მივდივართ ყველაზე პროვოკაციულ კითხვამდე. რა როლი აქვს ცნობიერებას ყველა ამაში? ზოგიერთი ფიზიკოსი ამბობს, ცნობიერება არის გასაღები. ცნობიერება არის ის, რაც ქმნის დროის ილუზიას. ყოველი ცნობიერი არსება ცხოვრობს ბლოკ სამყაროში, სადაც ყველა მომენტი არსებობს ერთდროულად. მაგრამ ცნობიერება კითხულობს ამ ბლოკ სამყაროს თანმიმდევრობით, ქმნის გამოცდილებას დროის გადინებისა. ეს არის ისეთივე, როგორც კინოფილმი. ფილმი არის თანმიმდევრობა ფოტოებისა, რომლებიც ყველა არსებობს ერთდროულად ფირზე. მაგრამ როდესაც თქვენ უყურებთ ფილმს, თქვენი ცნობიერება ქმნის ილუზიას მოძრაობისა, ცვლილებისა, დროის გადინებისას. მაგრამ სხვა ფიზიკოსები ამბობენ, არა, ცნობიერება არ არის სპეციალური. ცნობიერება არის ფასას ფიზიკური პროცესი, რომელიც ხდება ტვინში, და ეს პროცესი, როგორც ყველა ფიზიკური პროცესი, არსებობს ბლოკ სამყაროში. ცნობიერება არ ქმნის დროს. ცნობიერება არის ნაწილი სტრუქტურისა, რომელიც არის რეალობა. და ამ სტრუქტურაში ცნობიერება განიცდის დროის ილუზიას, იმიტომ რომ ის არის ბიოლოგიური სისტემა, რომელიც ვითარდა, რათა დაეხმარა ორგანიზმებს ნავიგაციაში გარემოში, სადაც ენტროპია იზრდება. დევიდ დოიჩმა, ბრიტანელმა ფიზიკოსმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან 2015 წელს წერდა: ცნობიერება არის ინფორმაციის დამუშავების პროცესი და ინფორმაციის დამუშავება მოითხოვს მეხსიერებას, მოითხოვს შედარებას წარსულ მდგომარეობებსა და აწმყო მდგომარეობებს შორის. ეს შედარება ქმნის შეგრძნებას დროის გადინებისა, მაგრამ ფუნდამენტურად ყველა ეს მდგომარეობა, წარსული, აწმყო, მომავალი, უბრალოდ არსებობს. ეხლა დაბრუნდეთ პრაქტიკულ კითხვაზე. როგორ ცვლის ეს ჩვენს ცხოვრებას? თუ დრო არის ილუზია, თუ ყველა მომენტი არსებობს ერთდროულად, როგორ უნდა ვიცხოვროთ? პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს ცოდნა გვათავისუფლებს ნანობისგან. წარსული არის ისეთი, როგორიც არის. ის არსებობს როგორც ფიქსირებული სტრუქტურა ბლოკ სამყაროში. თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ ის. ნანობა არის ემოცია, რომელიც დაფუძნებულია ილუზიაზე, რომ წარსული შეიძლებოდა ყოფილიყო სხვაგვარი. მაგრამ როდესაც თქვენ გესმით, რომ წარსული არ შეიძლება შეიცვალოს, ნანობა კარგავს თავის ძალას. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ წარსული როგორც ნაწილი თქვენი ისტორიისა, როგორც ნაწილი სტრუქტურისა, რომელიც გახდა თქვენ. მეორე,
ეს ცოდნა გვათავისუფლებს შიშისგან მომავლის მიმართ. მომავალი უკვე არსებობს. შიში არ ცვლის მომავალს. შიში მხოლოდ აწუხებს აწმყოს. მაგრამ აქ არის ნიუანსი. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ არ უნდა მოემზადოთ მომავლისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ არ უნდა გააკეთოთ გეგმები, არ უნდა დააზღვიოთ რისკები, არ უნდა იზრუნოთ თქვენს მომავალზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველა ეს რამ ყოველგვარი ფოთვის გარეშე, ყოველგვარი შიშის გარეშე. თქვენ შეგიძლიათ მოემზადოთ მომავლისთვის როგორც პრაქტიკული აქტივობა, არა როგორც ემოციური ტვირთი. მესამე, ეს ცოდნა გვაძლევს ახალ პერსპექტივას აწმყოზე. თუ წარსული არ შეიძლება შეიცვალოს და მომავალი უკვე არსებობს, მაშინ ერთადერთი მომენტი, რომელიც რეალურად მნიშვნელოვანია, არის ეს მომენტი. არა იმიტომ, რომ სხვა მომენტები არ არსებობს, ისინი არსებობენ ისევე რეალურად, როგორც ეს მომენტი. არამედ იმიტომ, რომ ეს მომენტი არის ერთადერთი მომენტი, რომელსაც თქვენ განიცდით. ეს მომენტი არის ერთადერთი მომენტი, სადაც თქვენი ცნობიერება არსებობს. და ამიტომ ეს მომენტი არის ყველაზე ღირებული რამ, რაც გაქვთ. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც აწუხებს ბევრ ფილოსოფოს. თუ მომავალი უკვე არსებობს, თუ ჩვენი არჩევანი უკვე არის ნაწილი ბლოკ სამყაროსი, მაშინ რა ხდება მორალურ პასუხისგებლობასთან? თუ მე არ შემიძლია შევცვალო მომავალი, რადგან ის უკვე არსებობს, მაშინ რატო უნდა ვიზრუნო ჩემს მოქმედებებზე? პასუხი არის, იმიტომ რომ თქვენი მოქმედებები არის ნაწილი მომავლისა, რომელიც არსებობს. თქვენი არჩევანი არის ნაწილი მიზეზ შედეგობრივი ჯაჭვისა, რომელიც აკავშირებს წარსულს მომავალთან. თუ თქვენ აკეთებთ ეთიკურ არჩევანს, ეს არჩევანი არის ნაწილი მომავლისა, სადაც ეთიკური შედეგები ხდება. თუ თქვენ აკეთებთ არაეთიკურ არჩევანს, ეს არჩევანი არის ნაწილი მომავლისა, სადაც არაეთიკური შედეგები ხდება. ბლოკ სამყარო არ აუქმებს მორალურ პასუხისგებლობას. ბლოკ სამყარო ცვლის ჩვენს გაგებას მორალური პასუხისგებლობის შესახებ. თქვენ არ ხართ პასუხისგებელი იმიტომ, რომ თქვენ ქმნით მომავალს. თქვენ ხართ პასუხისგებელი იმიტომ, რომ თქვენი მოქმედებები არის ნაწილი მომავლისა, რომელიც არსებობს. თქვენი მოქმედებები არის ნაწილი სტრუქტურისა, რომელიც არის რეალობა. და ეს სტრუქტურა მოიცავს ეთიკურ შედეგებს, მოიცავს ტანჯვას და სიხარულს, მოიცავს სამართლიანობას და უსამართლობას. ფილიპა ფუტმა, ბრიტანელმა ფილოსოფოსმა, 1977 წელს ჩამოაყალიბა არგუმენტი, რომელიც ახლა იძენს ახალ მნიშვნელობას. თავისუფალი ნება არ არის უნარი, რომ გააკეთო რაღაც, რაც არ არის განსაზღვრული. თავისუფალი ნება არის უნარი, რომ იმოქმედო შენი საკუთარი მიზეზების საფუძველზე. და ეს განმარტება არის თავსებადი ბლოკ სამყაროსთან. თუნდაც თუ მომავალი არსებობს, თუნდაც თუ თქვენი არჩევანი უკვე არის ნაწილი ბლოკ სამყაროსი, თქვენ კვლავ ხართ აგენტი, რომელიც მოქმედებს თქვენი საკუთარი მიზეზების საფუძველზე. თქვენი მოქმედებები არ არის გარეძალის მიერ დაწესებული. თქვენი მოქმედებები არის გამოხატულება თქვენი ხასიათისა, თქვენი ღირებულებებისა, თქვენი მიზნებისა. და აქ არის პარადოქსი. რაც უფრო მეტად გესმით, რომ დრო არის ილუზია, მით უფრო თავისუფალი ხდებით. თავისუფალი ნანობისგან, რომელიც გაკინავს თქვენს წარსულში, თავისუფალი შიშისგან, რომელიც პარალიზებს თქვენს აწმყოში, თავისუფალი ილუზიისგან, რომ თქვენ უნდა შექმნათ მომავალი, რომელიც უკვე არსებობს. ამის ნაცვლად თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ სრულად, ყოველ მომენტში. იცოდეთ, რომ ყოველი მომენტი არის ნაწილი უფრო დიდი სტრუქტურისა, რომელიც არის ლამაზი, რთული და სრულიად რეალური. ახლა გაზარდეთ მასშტაბი ბოლომდე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ მთელი სამყაროს ისტორია ერთდროულად. თქვენ ხედავთ დიდ აფეთქებას 13 მილიარდ 800 მილიონი წლის წინ. თქვენ ხედავთ პირველ ვარსკვლავებს, რომლებიც ყალიბდებიან 100 მილიონი წლის შემდეგ. თქვენ ხედავთ galaktikებს, რომლებიც ყალიბდებიან, ვარსკვლავებს, რომლებიც იბადებიან და კვდებიან, პლანეტებს, რომლებიც ყალიბდებიან. თქვენ ხედავთ დედამიწას, რომელიც ყალიბდება 4 მილიარდ 600 მილიონი წლის წინ. თქვენ ხედავთ ცხოვრებას, რომელიც წარმოიქმნება 3 მილიარდ 800 მილიონი წლის წინ. თქვენ ხედავთ ევოლუციას, რომელიც ქმნის უზარმაზარ მრავალფეროვნებას სახეობებისა. თქვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებიც ვითარდებიან 2 მილიონი წლის წინ. თქვენ ხედავთ ცივილიზაციებს, რომლებიც იბადებიან და ეცემიან. და თქვენ ხედავთ მომავალს. თქვენ ხედავთ მზეს, რომელიც ხდება წითელი გიგანტი 5 მილიარდი წლის შემდეგ, შთანთქავს დედამიწას. თქვენ ხედავთ ირმის ნახტომს, რომელიც ერწყმის ანდრომედას galaktikas 4 მილიარდი წლის შემდეგ. თქვენ ხედავთ ვარსკვლავების ფორმირების ბოლოს 100 ტრილიონი წლის შემდეგ, როდესაც ყველა აირი იქნება ამოწურული. თქვენ ხედავთ ყველა ვარსკვლავის სიკვდილს. თქვენ ხედავთ შავ ხვრელებს, რომლებიც იცაორთქლდებიან ჰოკინგის გამოსხივების საშუალებით. თქვენ ხედავთ სამყაროს, რომელიც ხდება ცივი, ბნელი, ცარიელი. თქვენ ხედავთ თერმუგდეს, მდგომ თერმულ სიკვდილს. მდგომარეობას, სადაც ენტროპია მიაღწია მაქსიმუმს, სადაც აღარ ხდება არაფერი, სადაც დროის ისარი ქრება. მაგრამ ამ პერსპექტივიდან,
პერსპექტივიდან, რომელიც ხედავს მთელ სამყაროს ისტორიას ერთდროულად, დროის ისარი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ სტრუქტურა, რომელიც მოიცავს ყველა მომენტს, დიდი აფეთქებიდან თერმულ სიკვდილამდე. და ამ სტრუქტურაში ყოველი მომენტი არის თანაბრად რეალური. დიდი აფეთქება არის ისეთივე რეალური, როგორც ეს მომენტი. თერმული სიკვდილი არის ისეთივე რეალური, როგორც ეს მომენტი. ყველა ეს მომენტი არსებობს ერთდროულად ბლოკ სამყაროში. და აქ ზოგიერთი ადამიანი შეიძლება იგრძნოს უიმედობას. თუ ყველა მომენტი უკვე არსებობს, თუ მომავალი უკვე განსაზღვრულია, თუ სამყარო მიემართება თერმული სიკვდილისკენ, მაშინ რა აზრი აქვს ყველაფერს? რა აზრი აქვს ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს ცდებს, ჩვენს მიღწევებს? მაგრამ ეს არის არასწორი კითხვა. აზრი არ არის რაღაც, რაც არსებობს იქ გარეთ, რაღაც, რაც უნდა აღმოვაჩინოთ. აზრი არის რაღაც, რასაც ჩვენ ვქნით. აზრი არის რაღაც, რაც წარმოიქმნება ჩვენი ღირებულებებიდან, ჩვენი მიზნებიდან, ჩვენი ურთიერთობებიდან. თომას ნაგელმა, ამერიკელმა ფილოსოფოსმა 1977 წელს წერდა. ფაქტი, რომ ჩვენი ცხოვრება არის მოკლე და საბოლოოდ უმნიშვნელო კოსმიურ მასშტაბზე, არ აუქმებს მათ მნიშვნელობას ჩვენთვის. და ეს არის კიდევ უფრო ჭეშმარიტი, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ დრო არის ილუზია. თქვენი ცხოვრება არ არის მოკლე. თქვენი ცხოვრება არის სტრუქტურა ბლოკ სამყაროში, სტრუქტურა, რომელიც არსებობს სამუდამოდ. ყოველი მომენტი თქვენი ცხოვრებისა, ყოველი სიხარული, ყოველი ტანჯვა, ყოველი სიყვარული, ყოველი მიღწევა არსებობს სამუდამოდ, როგორც ნაწილი ამ სტრუქტურისა. და ეს არ არის უიმედო ხედვა, ეს არის განმათავისუფლებელი ხედვა. თქვენი ცხოვრება არ გადის, თქვენი ცხოვრება არსებობს. ყოველი მომენტი, რომელსაც თქვენ განიცდით, არსებობს სამუდამოდ, როგორც ნაწილი სივრცე დროის ქსოვილისა. თქვენ არ ხართ წერტილი, რომელიც მოძრაობს დროის ხაზზე. თქვენ ხართ სტრუქტურა, რომელიც ვრცელდება დროში. სტრუქტურა, რომელიც არის ლამაზი, უნიკალური და სრულიად რეალური. მაგრამ ჩვენი მოგზაურობა არ სრულდება აქ. ფიზიკა გრძელდება ვითარდებას. ახალი ექსპერიმენტები იგეგმება, ახალი თეორიები ვითარდება. 2027 წელს ევროპული კოსმოსური სააგენტო გეგმავს გაუშვას მისია სახელწოდებით LISA, ლაზერული ინტერფერომეტრი კოსმოსური ანტენა. ეს მისია გაზომავს გრავიტავს გრავიტაციულ ტალღებს უფრო მაღალი სიზუსტით ვიდრე ოდესმე და ეს გაზომვები შეიძლება გვიჩვენოს რაღაც ახალი დროის ბუნების შესახებ. 2028 წელს ჩინეთი გეგმავს გაუშვას კვანტური სატელიტების ქსელი, რომელიც შეისწავლის კვანტურ გადაჯაჭვას კოსმიურ მასშტაბებზე. ეს ექსპერიმენტები შეიძლება გვიჩვენოს, როგორ მუშაობს დრო კოსმიურ მანძილებზე. და 2030-იან წლებში ფიზიკოსები იმედოვნებენ, რომ შექმნიან კვანტურ კომპიუტერებს, რომლებიც იქნებიან საკმარისად ძლიერი, რომ სიმულაცია გაუკეთონ კვანტურ გრავიტაციას. ეს სიმულაციები შეიძლება გვიჩვენოს, როგორ წარმოიქმნება დრო კვანტური ქაფიდან. ისინი შეიძლება გვიჩვენოს, როგორ ვითარდება სამყარო პლანკის მასშტაბიდან მაკროსკოპულ მასშტაბამდე. ისინი შეიძლება გვიპასუხონ კითხვებს, რომლებსაც ჩვენ ვერ პასუხობთ ახლა. და აქ ჩვენ მივდივართ საბოლოო გაგებამდე. დროის ილუზია არ არის პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჯრას. დროის ილუზია არის კარი, რომელიც უნდა გაიხსნას. კარი უფრო ღრმა გაგებისკენ რეალობისა. კარი უფრო ღრმა გაგებისკენ ჩვენი საკუთარი ბუნებისა. კარი უფრო ღრმა გაგებისკენ იმისა, რას ნიშნავს იყო ცნობიერი არსება სამყაროში, სადაც დრო არ არის ფუნდამენტი. როდესაც ჩვენ გვესმის, რომ დრო არის ილუზია, ჩვენ არ ვკარგავთ რაღაცას, ჩვენ ვიძენთ რა რაღაცას. ჩვენ ვიძენთ თავისუფლებას ნანობისგან, ჩვენ ვიძენთ თავისუფლებას შიშისგან. ჩვენ ვიძენთ უნარს, რომ ვიცხოვროთ სრულად აწმყოში. ჩვენ ვიძენთ პერსპექტივას, რომელიც ხედავს ჩვენს ცხოვრებას არა როგორც წერტილს, რომელიც მოძრაობს ხაზზე, არამედ როგორც სტრუქტურას, რომელიც არსებობს სამუდამოდ ბლოკ სამყაროში. და ეს არის ის, რაც ფიზიკა გვთავაზობს 2026 წლის თებერვალში. არა საბოლოო პასუხები, არამედ ახალი კითხვები. არა დასკვნა, არამედ დასაწყისი. არა ბოლო მოგზაურობისა, არამედ დასაწყისი ახალი მოგზაურობისა. მოგზაურობა უფრო ღრმა გაგებისკენ რეალობისა, რომელიც არის უფრო გასაოცარი, უფრო ლამაზი და უფრო რთული, ვიდრე ჩვენ ოდესმე წარმოვიდგენდით. და ახლა ამ წამში, როცა ჩვენ ვდგავართ ამ გაგების ზღვარზე, დადგა დრო, რომ დავსვათ ყველაზე ფუნდამენტური კითხვა. თუ დრო არის ილუზია, თუ წარსული აწყო და მომავალი არსებობს ერთდროულად, მაშინ რა არის ის, რაც ამ წამს აკეთებს სპეციალურს? რატომ გძნობთ, რომ სწორედ ეს მომენტი, ეს სუნთქვა, ეს აზრი, ეს გაგება არის რეალური, ხოლო ყველა სხვა მომენტი არის მეხსიერება ან მოლოდინი? ჯუნიან ბარბურმა, ბრიტანელმა ფიზიკოსმა, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა დროის შესწავლას, 2010 წელს წერდა. ყოველი მომენტი არის სრული სამყარო. ყოველი ახლა შეიცავს ყველაფერს, რაც არსებობს ამ მომენტში, ყველა ატომს, ყველა ვარსკვლავს, ყველა აზრს. და ყველა ეს მომენტი არსებობს ერთდროულად,
როგორც კრისტალის ფასეტები, თითოეული სრული, თითოეული რეალური. მაგრამ თქვენი ცნობიერება, თქვენი სუბიექტური გამოცდილება არის მხოლოდ ერთ ფასეტზე. თქვენ არ ხედავთ მთელ კრისტალს, თქვენ ხედავთ მხოლოდ ერთ ფასეტს, ამ მომენტს. და აქ ჩვენ ვაწყდებით ერთ-ერთ უძველეს ფილოსოფიურ კითხვას. რა არის ცნობიერება? არა როგორც ნეირობიოლოგიური პროცესი, ეს ჩვენ უკვე ვიცით, არამედ როგორც სუბიექტური გამოცდილება. რატომ არსებობს რაღაც, რაც არის იყო ცნობიერი არსება? და როდესაც ჩვენ ვამატებთ ამას გაგებას, რომ დრო არის ილუზია, კითხვა ხდება კიდევ უფრო ღრმა. როგორ ქმნის ცნობიერება ილუზიას დროის გადინებისა? წარმოიდგინეთ სარკე. სარკე არ ქმნის სინათლეს, სარკე ასახავს სინათლეს. მაგრამ ასახვა არ არის იგივე რაც ორიგინალი. როდესაც თქვენ უყურებთ სარკეში, თქვენ ხედავთ თქვენს ასახვას, არა თქვენს თავს. ანალოგიურად შესაძლოა ცნობიერება არის სარკე, რომელიც ასახავს ბლოკ სამყაროს, მაგრამ ასახვა არ არის სრული. ასახვა არის პერსპექტივა, ხედვა ერთი წერტილიდან, ერთი მომენტიდან. და ეს პერსპექტივა ქმნის ილუზიას, რომ მხოლოდ ეს მომენტი არის რეალური, რომ ყველა სხვა მომენტი არის წარსული ან მომავალი. მაგრამ აქ არის პარადოქსი. ილუზია თავად არის რეალური. თქვენი გამოცდილება დროის გადინებისა არის რეალური გამოცდილება. თქვენი შეგრძნება ახლა არის რეალური შეგრძნება. ფაქტი, რომ ეს გამოცდილება არის ილუზია ფუნდამენტურ დონეზე, არ აუქმებს მის რეალობას სუბიექტურ დონეზე. ეს არის ისეთივე როგორც ცხელება. ცხელება არ არის ფუნდამენტური თვისება. ცხელება არის ემერგენტული თვისება, რომელიც წარმოიქმნება ატომების მოძრაობიდან. მაგრამ როდესაც თქვენ ეხებით ცხელ ობიექტს, თქვენი გამოცდილება ცხელებისა არის სრულიად რეალური. და აქ ჩვენ აღმოვაჩენთ ყველაზე ღრმა პარადოქსს. ილუზია დროისა არ არის შეცდომა, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ილუზია დროისა არის აუცილებელი პირობა ცნობიერებისთვის. გაიხსენეთ, რას ამბობდა დევიდ დოიჩი. ცნობიერება არის ინფორმაციის დამუშავების პროცესი, რომელიც მოითხოვს მეხსიერებას, მოითხოვს შედარებას წარსულ მდგომარეობებსა და აწმყო მდგომარეობებს შორის. მაგრამ თუ არ არსებობს წარსული და აწმყო, თუ ყველა მომენტი არსებობს ერთდროულად, მაშინ როგორ შეიძლება არსებობდეს ეს შედარება? პასუხი არის: შედარება არსებობს არა დროში, არამედ სტრუქტურაში. თქვენი ტვინი არის ფიზიკური სტრუქტურა, რომელიც ვრცელდება დროში. ამ სტრუქტურაში ნეირონული მდგომარეობა მომენტში A არის დაკავშირებული ნეირონულ მდგომარეობასთან მომენტში B. ეს კავშირი არის ფიზიკური, ეს არის სინაფსები, ნეიროტრანსმიტერები, ელექტრული იმპულსები. და ეს კავშირი ქმნის გამოცდილებას, რომ A არის წარსული და B არის აწმყო. მაგრამ ფუნდამენტურად A და B ორივე უბრალოდ არსებობს როგორც ნაწილები სტრუქტურისა, რომელიც არის თქვენი ცხოვრება. ეს არის ისეთივე როგორც მუსიკალური ნაწარმოები. მუსიკალური ნაწარმოები არსებობს როგორც სრული სტრუქტურა პარტიტურაზე. ყველა ნოტი არსებობს ერთდროულად. მაგრამ როდესაც თქვენ უსმენთ მუსიკას, თქვენ განიცდით მას თანმიმდევრობით. ყოველი ნოტი იძენს მნიშვნელობას თავისი ურთიერთობიდან წინა ნოტებთან და მომდევნო ნოტებთან. მელოდია არ არსებობს ერთ ნოტში. მელოდია არსებობს ურთიერთობაში ნოტებს შორის. ანალოგიურად, თქვენი ცხოვრება არ არსებობს ერთ მომენტში. თქვენი ცხოვრება არსებობს ურთიერთობაში მომენტებს შორის. მაგრამ ეხლა ჩვენ უნდა ვიყოთ სრულიად გულწრფელები იმის შესახებ, რას არ ვიცით. და ის, რასაც არ ვიცით, არის უზარმაზარი. ჩვენ არ ვიცით, რა არის მუქი ენერგია, რომელიც შეადგენს 70% სამყაროს ენერგიისა. ჩვენ არ ვიცით, რა არის მუქი მატერია, რომელიც შეადგენს 25% სამყაროს მასისა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცით მხოლოდ 5% იმისა, რაც არსებობს სამყაროში. 95% სამყაროსი არის უცნობი. და როდესაც საქმე ეხება დროს, ჩვენი უცოდინარობა არის კიდევ უფრო ღრმა. ჩვენ არ ვიცით, როგორ წარმოიქმნება დრო კვანტური ქაფიდან. ჩვენ არ ვიცით, რატომ დაიწყო სამყარო მდგომარეობიდან დაბალი ენტროპიით. ჩვენ არ ვიცით, არსებობს თუ არა სხვა სამყაროების სხვადასხვა დროის ისრებით. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება დროსთან დროსთან სინგულარობაში, შავი ხვრელის ცენტრში. ჩვენ არ ვიცით, რა იყო ადრე, დიდი აფეთქებამდე. ან თუნდაც აქვს თუ არა აზრი ამ კითხვას. 2021 წელს ნობელის პრემია ფიზიკაში მიენიჭა სამ მეცნიერს: როჯერ პენროუს, რაინჰარდ გენცელს და ანდრეა გესს, შავი ხვრელების შესწავლისთვის. პენროუზმა თავის ნობელის ლექციაში თქვა: ჩვენ ვიცით, რომ შავი ხვრელები არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ ისინი ახრიან სივრცე დროს ექსტრემალურად. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა ხდება სინგულარობაში. ჩვენი თეორიები იშლებიან, ჩვენი განტოლებები იძლევიან უსასრულობებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს სრული გაგება. ლუპ კვანტური გრავიტაცია, სტრინგ თეორია, ჰოლოგრაფიული პრინციპი. ყველა ეს თეორია არის მცდელობა, რომ გავიგოთ, როგორ მუშაობს გრავიტაცია კვანტურ დონეზე.
მაგრამ არც ერთი ამ თეორიას არ აქვს ექსპერიმენტული დადასტურება. ჩვენ არ შეგვიძლია გავზომოთ კვანტური გრავიტაცია, რადგან ეფექტები არის ისეთი პატარა. პლანკის მასშტაბი. მასშტაბი, სადაც კვანტური გრავიტაცია ხდება მნიშვნელოვანი, არის 10^-35 მეტრი. ეს არის მილიარდჯერ უფრო პატარა ვიდრე ატომი. ჩვენ არ გვაქვს ტექნოლოგია, რომ გავზომოთ რაიმე ამ მასშტაბზე. ამიტომ ყველა ჩვენი თეორია კვანტური გრავიტაციის შესახებ არის მათემატიკური. ისინი არის ლამაზი, ელეგანტური, თანმიმდევრული, მაგრამ ისინი არ არის დადასტურებული ექსპერიმენტით. და მეცნიერებაში თეორია ყოველთვის უნდა დადასტურდეს ექსპერიმენტით. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, დრო არის ემერგენტული თვისება, ჩვენ ვამბობთ, ჩვენი საუკეთესო თეორიები გვთავაზობენ, რომ დრო არის ემერგენტული თვისება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ნამდვილად. ჩვენ ველოდებით ექსპერიმენტულ მტკიცებულებას და როდესაც საქმე ეხება ცნობიერებას, ჩვენი უცოდინარობა არის კიდევ უფრო სრული. ჩვენ ვიცით, რომ ცნობიერება კორელირებს ტვინის აქტივობასთან. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული ტვინის რეგიონები არის აქტიური, როდესაც თქვენ განიცდით გარკვეულ გამოცდილებებს. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ წარმოიქმნება სუბიექტური გამოცდილება ნეირონული აქტივობიდან. ეს არის ის, რასაც დევიდ ჩალმერსი უწოდებს რთულ პრობლემას ცნობიერებისა. და ეს პრობლემა რჩება გამოუხსნელი. შესაძლოა ცნობიერება არის ფუნდამენტური თვისება სამყაროსი, ისევე ფუნდამენტური, როგორც მასა ან მუხტი. ეს არის პოზიცია, რომელსაც ეწოდება პანფსიქიზმი. ან შესაძლოა ცნობიერება არის ემერგენტული თვისება, რომელიც წარმოიქმნება, როდესაც ინფორმაციის დამუშავების სისტემა აღწევს გარკვეულ კომპლექსურობას. ეს არის პოზიცია, რომელსაც ეწოდება ემერგენტიზმი. ან შესაძლოა ცნობიერება არის რაღაც სრულიად განსხვავებული, რაღაც რისთვისაც ჩვენ ჯერ არ გვაქვს კონცეპტუალური ჩარჩო. ჯულიო ტონონიმ, იტალიელმა ნეირომეცნიერმა ვისკონსინის უნივერსიტეტიდან შეიმუშავა თეორია, რომელსაც ეწოდება ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია. ეს თეორია ამბობს, ცნობიერება არის ინტეგრირებული ინფორმაცია. რაც უფრო მეტი ინტეგრირებული ინფორმაცია აქვს სისტემას, მით უფრო ცნობიერია ის. მაგრამ ეს თეორია ასევე არის დაუდასტურებელი. ჩვენ არ ვიცით, სწორია თუ არა ის. ჩვენ ველოდებით მეტმტკიცებულებას. და ყველაზე ფუნდამენტური კითხვა რჩება: რატომ დაიწყო სამყარო მდგომარეობიდან დაბალი ენტროპიით? ეს არის კითხვა, რომელიც განსაზღვრავს ყველაფერს. თუ სამყარო დაიწყო მდგომარეობიდან მაღალი ენტროპიით, არ იქნებოდა დროის ისარი, არ იქნებოდა სტრუქტურების ფორმილება, არ იქნებოდა ცხოვრება, არ იქნებოდა ცნობიერება. ყველაფერი, რაც ჩვენ ვართ, ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით, დამოკიდებულია ფაქტზე, რომ სამყარო დაიწყო მდგომარეობიდან დაბალი ენტროპიით. მაგრამ რატომ? ზოგიერთი კოსმოლოგი ამბობს, ეს იყო შემთხვევითობა. სამყარო უბრალოდ მოხდა, რომ დაიწყო ამ გზით. სხვები ამბობენ, არა, უნდა იყოს ღრმა პრინციპი. შესაძლოა არსებობს კანონი, რომელიც განსაზღვრავს, რომ სამყაროები ყოველთვის იწყებენ მდგომარეობიდან დაბალი ენტროპიით. შესაძლოა არსებობს მრავალი სამყარო და ჩვენ ვართ სამყაროში, რომელიც დაიწყო დაბალი ენტროპიით, რადგან მხოლოდ ასეთ სამყაროებში შეიძლება არსებობდეს ცნობიერი არსებები, რომლებიც დასვამენ ამ კითხვას. ეს უკანასკნელი არგუმენტი არის ანთროპონი პრინციპი. ჩვენ ვაკვირდებით სამყაროს, რომელიც აკმაყოფილებს პირობებს ჩვენი არსებობისთვის, რადგან თუ ის არ აკმაყოფილებდა ამ პირობებს, ჩვენ არ ვიქნებოდით აქ, რომ დავაკვირდეთ მას. მაგრამ ეს არგუმენტი არ ხსნის, რატომ არსებობს სამყარო საერთოდ, ან რატომ არის ის ისეთი, როგორიც არის. გაიხსენეთ, როგორ დავიწყეთ. დავიწყეთ ამ წამით, ამ მომენტით, როდესაც თქვენი ტვინი ქმნის ილუზიას ახლა. დავიწყეთ აინშტაინის ციტატით: ჩვენთვის, რომლებიც გვჯერა ფიზიკის, წარსულსა და მომავალს შორის განსხვავება მხოლოდ ილუზიაა, ავება მხოლოდ ილუზიაა, თუმცა ძალიან მტკიცე ილუზია. და ახლა ამ მოგზაურობის ბოლოს ჩვენ ვგრუნდებით იმავე წერტილზე. მაგრამ ახლა ჩვენ ხედავთ მას სხვა თვალებით. ეხლა ჩვენ ვიცით, ეს ილუზია არ არის შეცდომა. ეს ილუზია არის აუცილებელი პირობა ცნობიერებისთვის. ეს ილუზია არის ის, რაც აკეთებს შესაძლებელს მეხსიერებას, სწავლას, გეგმას, სიყვარულს, შემოქმედებას. ეს ილუზია არის ის, რაც აკეთებს შესაძლებელს ცხოვრებას. და ამიტომ ეს ილუზია არის ლამაზი. ეს ილუზია არის ჯვირფასი. ეს ილუზია არის საჩუქარი. სწორედ ახლა, ამ წამში, როცა ამ სიტყვებს უსმენთ, თქვენი ტვინი ქმნის ილუზიას ახლა. მაგრამ ახლა თქვენ იცით, ეს ახლა არის ერთი ფასეთი უსასრულო კრისტალისა. ეს ახლა არის ერთი პერსპექტივა ბლოკ სამყაროზე, სადაც ყველა მომენტი არსებობს ერთდროულად. ეს ახლა არის ერთი ნოტი უსასრულო სიმფონიაში. და ეს ცოდნა არ აუქმებს ამ მომენტის სილამაზეს. პირიქით, ეს ცოდნა ამდიდრებს მას. შესაძლოა დრო არის პოეზია, რომელსაც სამყარო წერს თავის შესახებ.
შესაძლოა დრო არის გზა, როგორც სამყარო იცნობს თავის თავს. შესაძლოა ჩვენ, ცნობიერი არსებები, ვართ ის წერტილები, სადაც სამყარო ხდება ცნობიერი თავისი საკუთარი არსებობის მიმართ. და ამ პერსპექტივიდან დროის ილუზია არ არის შეცდომა. დროის ილუზია არის ხელოვნება. დროის ილუზია არის გზა, როგორც სამყარო ქმნის მნიშვნელობას, ქმნის სილამაზეს, ქმნის სიყვარულს. კარლ საგანმა, ამერიკელმა ასტრონომმა 1980 წელს წერდა: ჩვენ ვართ გზა, როგორც კოსმოსი იცნობს თავის თავს. და ახლა ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ: ჩვენ ვართ გზა, როგორც კოსმოსი განიცდის დროს. ჩვენ ვართ გზა, როგორც ბლოკ სამყარო, სადაც ყველა მომენტი არსებობს ერთდროულად, ქმნის გამოცდილებას თანმიმდევრობისა, ცვლილებისა, ზრდისა, სიყვარულისა, დაკარგვისა, აღმოჩენისა. და შესაძლოა ეს არის ყველაზე ღრმა ჭეშმარიტება. რეალობა არ არის სტატიკური. რეალობა არ არის მკვდარი. რეალობა არის ცოცხალი. არა იმიტომ, რომ ის ცვლის დროში, არამედ იმიტომ, რომ ის შეიცავს ცვლილებას როგორც ნაწილს თავისი სტრუქტურისა. ბლოკ სამყარო არ არის გაკინული. ბლოკ სამყარო არის ცეკვა, სიმფონია, პოემა, რომელიც არსებობს როგორც სრული სტრუქტურა, მაგრამ რომელიც განიცდის თავის თავს თანმიმდევრობით ჩვენი, ცნობიერი არსებების მეშვეობით. და ახლა ამ მოგზაურობის ბოლოს ჩვენ დგავართ ზღვარზე. ღვარზე. ზღვარზე ცოდნასა და უცოდინარობას შორის. ზღვარზე მეცნიერებასა და ფილოსოფიას შორის. ზღვარზე ილუზიასა და რეალობას შორის. და შესაძლოა ეს ზღვარი არის ყველაზე საინტერესო ადგილი, სადაც შეიძლება იყო. რადგან სწორედ აქ, ამ ზღვარზე, ჩვენ ვსვამთ ყველაზე ღრმა კითხვებს. სწორედ აქ ჩვენ ვაღმოვაჩენთ ყველაზე გასაოცარ ჭეშმარიტებებს. სწორედ აქ ჩვენ ხდებით ნამდვილად ცნობიერი ჩვენი საკუთარი არსებობის მიმართ. შესაძლოა დრო არის ილუზია. შესაძლოა წარსული აწმყო და მომავალი არსებობს ერთდროულად. შესაძლოა ჩვენი მთელი გამოცდილება დროის გადინებისა არის კონსტრუქცია, რომელსაც ჩვენი ტვინი აშენებს. მაგრამ შესაძლოა ეს კონსტრუქცია არის ყველაზე ლამაზი რამ, რაც ოდესმე შეიქმნა. შესაძლოა ეს კონსტრუქცია არის გზა, როგორც სამყარო, რომელიც არ იცნობს დროს, ქმნის მნიშვნელობას, ქმნის სილამაზეს, ქმნის სიყვარულს. შესაძლოა ჩვენ, ცნობიერი არსებები, რომლებიც ცხოვრობთ ილუზიაში, რომელსაც დრო ქვია, ვართ ყველაზე რეალური რამ, რაც არსებობს. და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არ არის, რა არის დრო. ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის, როგორ ვიცხოვროთ, როდესაც ვიცით, რომ დრო არის ილუზია. და პასუხი შესაძლოა არის მარტივი. ვიცხოვროთ სრულად. ვიცხოვროთ ყოველ მომენტში. იცოდეთ, რომ ყოველი მომენტი არის სამუდამო. ვიცხოვროთ სიყვარულით. იცოდეთ, რომ სიყვარული არის ის, რაც აკავშირებს მომენტებს ერთმანეთთან. ვიცხოვროთ ცნობიერებით. იცოდეთ, რომ ცნობიერება არის საჩუქარი, რომელიც აკეთებს შესაძლებელს ყველაფერს. სწორედ ახლა, ამ წამში, თქვენ ხართ ცოცხალი. თქვენ ხართ ცნობიერი. თქვენ განიცდით ილუზიას, რომელსაც დრო ქვია. და ეს ილუზია, ეს ლამაზი, რთული, აუცილებელი ილუზია არის ის, რაც აკეთებს თქვენს ადამიანად. შესაძლოა ეს არის საკმარისი. შესაძლოა ეს არის ყველაფერი. შესაძლოა კითხვები არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე პასუხები. და შესაძლოა ეს მომენტი, ეს ერთადერთი უნიკალური, სამუდამო მომენტი არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ოდესმე იარსებებს.